ბიჭო მე შეიძლება კამერები დაგიბნელოთ რა და არის ფიქრობთ რომ ტექნიკური პონტია, просто ვერ იმაშება რა, ვერ რეაგირებს ამ სილამაზეს ვერ უძლებს რა. მიირევა მე. ვინც რჩებით დარჩით და ვინც არა კარი მიხურეთ. დარჩით და ეთქეთ ყველა აქედან. ჩვენი მხარდამჭერია სოკარი, გთხოვთ არხი გამოიწევთ, ვიდეო დავაექოთ, სტუმარი არის ნიკა გრიგოლია. ჩვენი ერთდასაწყის. წარდგენა არ ჭირდება, მაგრამ იუმორისტი ალბათ ესე იქნება და ყველაზე რა შვები ახლას მოღვაწეობ. სათხარი როგორ რა ვიცი მოღვაწეობ საქმეში ვარ აქტიურად საქმეს რაც შეეხება ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობ Lion-ში ესე ქვია Lion აუქციონი და იქაც ლაივებში ვარ მოკლედ მანქანებს ყიდი კარფასად აუქციონის წამყვანი ვარ ეხლა ერთ-ერთ კომპანიაში და თუ გულისხმობ ცალკე იუმორის მიმართულებით როგორც წარმადგინე აქტიურად ესე არა რომელიმე ტელევიზიაში ეხლა რომელი არც ერთ ტელევიზიაში არა ისე დამოუკიდებლად არის დამოუკიდებლად კი მაგ ცდები და რაღაცებს ვაკეთებ მაგრამ შესაბამის დროს მოუწევს აუცილებლად კაი სანამ იუმორზე გავაგრძელებთ კატა როგორ არის შენი წინაზე ჰიტა ყავდა და იქაც ესე კატით დავიწყოთ ბევრი ვილაპარაკეთ შენ ისე როგორ ხარ კატების ზაღლები ჩვენ ყავს ხა 1 წლის არის უკვე კატა აი ესე იგი ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს კი მაგითო გეკითხები ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ მე მგონია რომ კატების მოყვარულები კატები ვინც იცნობენ კატებს ისინი ერთმანეთსაც ძალიან კარგად იცნობენ კარგად ყავს იმას რა უჭირს ასე როგორც იტყვიან აბა მაგას რა უჭირს მართლა ეგ შემთხვევა არის ჩემთან კარგად არის ბატონობს მისია მთელი ჩვენი ოჯახის ტერიტორია ყველა კარა და ყველა უჯრა არ შეიძლება რაიმის დაკეტვა რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს იქნება განრისხება შავი პრინცის შავი პანტერის მისი განრისხება არ შეიძლება რომელიმე ოთახი არ შეიძლება მაგალითად ბავშვისთვის რაიმე იყოს ისეთი რაც მარტო ბავშვისთვის არის არ არსებობს რა და არ შეიძლება არც ერთი ადამიანი აი რა ნებისმიერ დროს შეიძლება გადაამოწმოთ ჩემთან მოხვიდე არ არსებობს დრო როდესაც ჩემთან შეიძლება მოხვიდე მე მეურთიერთებოდე ჩემთან კონტაქტობდე და ეს კატა თავისთვის იყოს სადმე ხო შეიძლება 11 წლის განმავლობაში ერთხელ თავისთვის იყოს და არ აინტერესებდეს ეხლა მე აქ შენთან საუბრობ, ნარჩ თამაშობ თუ გეხუტები. არ აინტერესებს. თუ გეხუტები საერთოდ აი აქ ამოყოფს თავს ჩვენ შუა ამოვა. მართლა ესეა, ჩემს ცოლთან, ჩემს შვილთან, ყველასთან ეგეთ ამოგინება. მაგარი ეგოისტი. 11 წლის არის უკვე ტიპია რა, ვეუბნები რომ უკვე კაცი ხარ რა და ცოტა შესაბამისად შეხედე შენს ამბებს და არ ემორჩილება არაფერს. მართლა ძალიან ეგოისტი კატა მყავს. ვიდეოები მაქვს გადაღებული ძალიან ბევრი ერთი მივაბაეგენი ერთმანეთს და ძალიან ვიცი. ჯიშიანია თუ ის არის? მე საერთოდ არ ვიცი რას ნიშნავს უჯიშობა. არც კატებში და არც იმაში, რა ქვია. ზაღლებში და ასე შემდეგ, მაგრამ ქუჩიდან მოვიყვანა. ხო, ანუ მე საერთოდ მაგ ჟანრის მომხრეა მან და არ ვიცი რა ქვია, მაგრამ ჩემს კატას რო უთხრა რომ მას რაიმე ჯიში კი არა, რაიმე მეფური წარმოშობის არ არის, ხო, მე ვფიქრობ რომ თვალებს დაახტრის პირდაპირ რა. წარმოუდგენელია მაგასთან ლაპარაკი საერთოდ ჯიშზე რამეზე ის საერთოდ არის პრინცად დაბადებული. ეგეთი იმით ცხოვრობს რა. მაგრამ და ქუჩიდან მოვიყვანეთ გოთუას ქუჩაზე და იჭყავდა და მე და ჩემო გოგო მოვიყვანეთ სახლში და რა თქმა უნდა ეხლა ცხოვრობს ჩვენთან 11 წელია ზუსტად ისე როგორც ყვები. ძალიან ახვარი. თვითონ აგარჩიათ ანუ. ბიჭო თვითონ აგვარჩია ძალიან ახვარი კატაა რა. მართლა ძალიან ახვარი კატა. იმდენად არის ეგოისტი რა და უყურეს კარგია რომ უყვარვარ. ეს პატარა იყო ძალიან ჯერ ქუჩის ის არ ქონდა გავლილი. მას ვერ წარმოუდგენია რომ ქუჩაში ნამყოფია საერთოდ. ერთხელ იცი გადავწყვიტე რომ რაღაც ასაკი რომ მოუვიდა, გადავწყვიტეთ მე და ჩემი გოგომ რომ მოდი ახლა მე მიდიხარ ან სტერილიზაცია უნდა გავუკეთო რა, როდესაც კატა იზრდება მერვე სართულზე რა. მე თავის პრობლემა ექნება იმ. გადავწყვიტე რომ ეგეთი ადვილი საკითხი არ არის, ამის სტერილიზაცია. ჯერ კიდევ ბრძოლებში ვიყავი მაშინ, ახლა თუმცა ყველას ურჩევ რომ რა ვიცი თუ სურვილი კი არა და თუ წევთ გავუკეთონ თავის ცხოველის სტერილიზაცია, ამით არაფერი ცხოველს არ უშავდებ. ყოველ შემთხვევაში როგორც მე ვიცი ასე არის. ჩემი კატისგანაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ პირიქით. ხო და მოკლედ რომ მოვიდა ეგ პერიოდი ვიფიქრე რომ მეთქი მე როგორ გადავწყვიტო რა. კი თვითონ იძახდა რომ არა მე საერთოდ მოკლედ დიდი ინტერესი არ მაქვსო გარეთ აქ რა ხდება ესენი რისთვის დარბიან და რა ამბავია, იმიტომ რომ იმათ უბრალო მოკვდავებად უყურებს. გარეთ რო კატები არის თვითონ გონია რომ რაღაც განსაკუთრებულია და მოკლედ რომ მოვიდა ეს პერიოდი რომ დაინტერესდა სხვა საპირისპირო სქესის კატებით ვერ მივიღე ეგრევე გადაწყვეტილება რომ სტერილიზაცია გამეკეთებინა. მე ვიფიქრე რომ მეთქი
ეზოში ჩაგაუშვებ, ჩავიყვან, თავისი ნება, თავისუფლება. მეთქი თან იმისაც გვეშინოდა, რომ კატა ეგრე არ არის რა, ეზოს ჩაიყვან და მე საღამოს დაუძახებ და რაკენი გაერთე, როგორი დღე გაატარე, მეგობარ კატებთან შეიძლება ვეღარ დაბრუნდეს რა. იქ კატებს თავის კლანური ცხოვრება აქვს, კიდე ყველა ტერიტორიაზე იქაური კატები ცხოვრობენ, იქ რო სხვა კატამ თავი დაიმკვიდროს, სახეუნა აიხიოს, მოკლედ გაუშვით რა. ცოტა ხნით თან იმას შევეგუეთ, რომ თუ ის აირჩევს თავისუფლებას და სახლში არ დაბრუნდება. საერთოდ ეგრე არ მგონია, რომ აი მაგ დროს მე არა ადამიანურად იქცევი, იმიტომ რომ კატა წავიდა, დაიკარგა რა, ვინიც ის რა მოუვიდა და ასე შემდეგ. არ მგონია ეგ სწორი ამბავი, იმიტომ რომ თუ თვითონ აირჩია, რომ სადღაც უნდა წავიდეს და მერვე სართულზე, პარკეტზე, კონტრუშის ნაცვლად ეხლა უნდა ხეზე აძვრეს, მისი არჩევანია რა და მოკლედ რა. და დაბრუნდა თავისი და რამდენიმე დღის ძებნის შემდეგ ვიპოვნეთ ეზოს გარეთ თხნაო და იქედან შემოგძახა უკვე ყველა корпуსი რომ მოვიარეთ მე და ჩემმა გოგო სადღაც 2 ღამე რო არ დაბრუნდა მე ნერვიულობა დავიწყეთ და მე უკვე 2 ღამე ვეძებდით ყველა корпуსი დავიარეთ და ის ჩვენი სახლის კუთხეში ბუჩქებში იყო და ეზოს თავარი ახვარი კატები არ უშვებდნენ შიგნით დაბრუნდა მოკლედ ეგრეა რა არ არსებობს მე სახლში ჩემს შვილს შავეხუტო და კატის კნავილი არ გავიგონო არ არსებობს ოღონდ მართლა აი არ ხუმრობ ვიდეოებს ვიწერ და ვაკვირდებით, აი როდის იქნება, რომ ერთხელ უბრალოდ არ აინტერესებდეს, აი მაგალითად წამოვწექი და ან ზოლი ან შვილი რომელიღაც ჩამე. ხო შეიძლება იმ აი სადღაც თავისთვის რო არის იმ წამსვე არ წამოხტეს ფეხზე, 2 წუთი მაინც გვაცადოს და არა, მაშინვე მოვა, აი აქ დადგება თუ საწოლზე ვარ წამოწეული თუ სანამ ყველგან თავის ადგილი აქვს და ესე გიყურებს როგორი თვალებით, იცი რომ ეს როგორ გავბედე და იწყებს ტყნავილს. ეს შენს მიმართ აქ მარტო ესა? ბიჭო, ჩემთან აქ ეგრე რა, ჩემზე არის გადაკიდე. აი მაგალითად ესეც ვხედავთ მე და შენ და ვსაუბრობთ, არაფრით არ მოისვენებს, რომ თავისთვის ადგილი იპოვნოს. აი აქ და მოვა ხო, კატები ვიცაც ყავთ და უყვართ იციან იმათ, მაგრამ კატებს ყურადღება უყვართ. არ უყვართ რა, შენ თუ მას მოაკელი მისი წილი ყურადღება და ამიტომაც ეგეთია რა. ეგეთი არ მე თუ აი და მოხდა რომ მოვაკელი ყურადღება, მაშინ განრისხდება და შავ პანტერად გადაიქცევა და არ გასცეს, დაბანაკს არ დაგვასწეს. მოვა და თხნავის დაიწყეს. ერთხელ დამიკმინა ხელოსანი. აი გაგიგეგეთ ამე ზაღლი შეიძლება ყავდეს ვიღაც დაგიგე. გაზქურა გამიფუჭდა სახლში რა და დავრეკე გამოვიძახე ხელოსანი. და ამ ბიჭმაც კარი რო გააღო. ეთყობა რომ მიცნო შევატყე რომ ეხა არ მოელოდა ნაცნობ სახეს ასე ვთქვა და ეთყობა იმისთვისაც მაინც უცებ ეფექტი იყო და თლა თავისუფლად არ იყო რა, ხა უცებ რო შემოვიდა, აი შედაც ახლა თავისუფლად ხო მოვედი აბა ნიკოლოზ გაზის აით არის გაფუჭების ხო შემოვიდა ახლა და თან ისიც პროფესიულად ისეა რომ აი დიახ აი სად არის გასაკეთებელი აი აქ და რაღაც გაკეთებს აკეთებს მარტო ჩემი რეჟისორისგან ვიცოდი ეგ რომ კარს ესე გახედავდა ხოლმე რომ რაღაცას ნიშნავდა და ამანაც გახედა იქ ესე შევამსუბუქებ რაღაცას ვიცოდი ამან დაიწყო ტყნავილი მაგ დროს ნიშნავს რომ ეს არ კნავის სწორად ვამბობ ტყნავის რაღაც ხაზის გარკვევას გამოსცემს ყურადღება მიაქციო და ეს უნდა შეიმჩნიო რომ მოხვედი რომ ეს აქ არის ოხ როგორი კატა ესეთი აჩენი მოფერება უნდა არაფერი შენ უბრალოდ თაყვანი უნდა სცე და მე ცოტა ხანს დაგანებებს თავს და ეს ბიჭი როლში რო იყო შეჭრილი და აქ რაღაცებს უყურებს აქ გამოვჭრეთ იქ ამან 1 2 3 რო დაიკნავა იმან არ მიაქცია ყურადღება ეს გამწარდა და ბიჭი მეც წარმოდგენა არ მაქვს დამავიწყდა არ უქნია იქამდე ეს არასოდეს რა იმდენად გაგიჟდა ეს გიჟი ნარცისი ავადმყოფი ნარცისი კატა აი აქ გიჟდება თავის თავზე ზე არსება თulis თავის თავზე და იმდენად გაგიჟდა რომ ვიღაცამ ყურადღება არ მიაქცია ეს ტიპი ხო ლაპარაკობს რაღაც ეს უცებში იგინა ამ ტიპმა ფეხი აიქნია სკამი ავარდა მე ვერ მიხვდი რა მიეპარა და ეგრევე ფუა კოჭში უკბინა რა კაი რა ხო იმიტომ რომ პროსტა ამან არ შეხედა მაგრამ უკბინა და კი არ გათრევს აი უკბინა და აი ეხლა მომაქცევ ყურადღებასო რა და ეს ტიპი ძალიან შეშინდა რა, ძალიან кай ხანი უხსნიდი რომ არც ხუმრობა იყო, არაფერი, არც ვიღებდი ეს მართლა კატაა და ასე შემდეგ და კარგა ხანი დამშვიდების მერე გააკეთა ძმამ თავის საქმე და ესეთებსაც აკეთებს ჩემი კატა. ო, ეგეთი არ გამიგია. ხო, არა, ძალიან ახალი კატა გადადის სხვა თემაზე, თორე ეხლა უკვე ისვარო რა, მართავს იქედან და სხვა რამეზე ვილაპარაკე და მე მოგთხოვს ეს. ხო, ძალიან მიყვარს ოღონდ რა ძალიან. კატები სხვა შეიძლება მაგრები ტიპები იმიტომ არიან, რომ რაღაცნაირად გასწავლიან მარტო მის დამოკიდებულებას კი არა. ადამიანებთან დამოკიდებულებაშიც თუ გადაიტან კატების ხასიათს ჩემთან ასე იყო ახლა სხვებთან არის როგორ იქნება მე თვითონ ჩემთვისაც ძალიან კარგი გამოდგა და სხვა ადამიანთან მიმართებაშიც მაგალითად კატამ მასწავლა ის რომ სხვა ადამიანი ისე გიყვარდეს ზუსტად როგორც მაგას უნდა ეს ყველა მისით რომ რა თქმა უნდა ვიღაც ისე უნდა გიყვარდეს როგორც მისთვის კომფორტულია მაგრამ აი კატასთან დამოკიდებულებამ ბევრ ადამიანთან
დამოკიდებულება კიდევ უფრო გამილამაზა რა. მართლა, ეგენი ხო ეგეთები არიან, მაგათ ხო ევოლუცია. უფრო მეტ ადამიანს გაუგებარი ხო მაგას? კი, ვერ ადამიანს, ანუ უფრო მეტად ვცემ ადამიანებს, ესე ვთქვათ, მათ სურვილებს და მათ ხასიათს იმ დროს პატივს რა, იმიტომ რომ კატებმა მასა კატა როგორ ხასიათიც არის, ესე უნდა გიყვარდეს. თან ხო ეგენი ეგეთი ტიპები არიან, ეხლა არ არის რა შენ ხასიათზე რა მოიცა რა ერთ. აი თან რა ვიზეც ვლაპარაკობ, ის შეიძლება ერთ წუთად ამ წუთად შენს ხასიათზე არ იყოს და მოფერება არ უნდა რა ერთი წუთით რა რას მეფერები რა ფიქრებში ვარ. ერთი წუთით ფიქრებში ვარ რას ბედავ რა. ერთს გადაუსვავ გამოგხედავს რომ რას აკეთებ, მეორე კიდე გამოგხედავ და მესამეზე ფვა ეგრევე გიკეთებს რა. ხო და მაგარი ტიპები არიან მოკლედ კატები. ერთადერთი შინაური ცხოველები არიან, რომელსაც ევოლუცია არ აქვს ადამიანის ჩარევით გავლენა. ყველა შინაურ ცხოველს ფრინველს დროთა განმავლობაში მოვაშინაურეთ ესენი. კატამ თვითონ გადაწყვიტა თავის დროზე, რომ ამათთან რაღაც კაი ხეირი იქნებაო და მოგვეტურა იქ რა და იპოვნა თავისი ადგილი. ესია კატების ამბავი. კი, არა, ჩემი ეს არის, ახლა საწყობი მასთან შეიძლება ბევრად მორიდებული არის. ხო. აჰა, და რომელი ჯიშის კატაა? ბრიტანული მოკლებეწოს ეს. ხო, იცი რომ დითავიანები რო არიან. ხო, აი მაგ დროს მეთანხმები ყიდვის მომენტს, როცა რაღაცა კონკრეტული ტიპი გინდა ან ხასიათის გამო. ეხლა ჩემი კატა როგორიც არის, მე მყავს მეგობრები, იმათ ჩემი კატა რო ყავდეთ, ასეც ვერ აიტანდნენ. ამდენი წელია ესეთი კატაა და ერთხელ არასოდეს არ მოსულა და ხო შეიძლება კალთაში კატა ჩაგიჯდეს და ხელი გადაუსვა კატას. ემას ვერ იტანს, თავზე დაგაჯდება, ტრაქს თავზე დაგადებს, ყველაფერს ის ხელში უნდა აიყვანო და შევარდენიც გონია თავი. ესე ხელზე ვისვავ ხოლმე და გონია რომ შევარდენია და ვეუბნები, ოხ ჩემი შევარდენი და ეს ზის და ეს რაღაცა აუჩი ესეც სულელი კატაა რა, მაგრამ ძალიან საყვარელია რა. ეს არ მიყვარს. ბავშვობაში მქონდა ფარული თავშესაფარი იცი კატების. არა. მართლა. ბავშვობაში სესტამოში ცხოვრობდი და დიდი სახლი მქონდა, ორი ეზო მქონდა და ერთი უკანა ეზოს სადაც ბოლოში რაღაც სათავსო იყო და იქ ხშირად არ სარგებლობდნენ რა ოჯახზე, არ ჩადიოდნენ არაფერზე და იქ დაახლოებით 10-მდე კატა მყავდა რა, ქუჩიდან მომყავდა. მე რაღაც ბავშვების საჭმელი იყო იმ დროინდელი, პატარა ბავშვებს უზავებდნენ და რძეს ამზადებდნენ თუ რაღაც არ ვიცი საიდან მოხდა ჩვენთან ეს რაღაც ბევრი ყუთი იყო. და ამ კატებს ვაჭმევდი და ფარული თავშესაფარი მქონდა, ისე რომ არ იცოდნენ და რო გაიგეს მე სახლში რომ 10 კატა ყავს უკან და უკვე კატების ზეიმი იყო, მე გვიანი იყო ჩემს კატებს ვეღარავინ არაფერს ვეღარ უსავდა და ცხოვრობდნენ იქ ესე რა 1-10 კატა. ანუ კატები გეოსებოდა ბავშვობიდან და ეხლა ძაღლებიც მიყვარდა, ძაღლები როგორ არა, ძაღლები ძალიან მიყვარს და კატებიც ყავდა, სულ ძაღლებიც ყავდა. კი, კარგი მეგობარი ძაღლი მყავდა ბოლოს. რაც თბილისში ვცხოვრობ უკვე ჩემი ძაღლი არ ყოლია კატების. ო ბინაში ზოდა ისეთი არის. ხო, არ ვიცი, არ ყოლია. ეზო რომ ექნება, ავიცი, ყველას ვისი ადგილიც იქნება, ყველას ვეპატიჟები. ძირითადად მიუსაფარებს უფრო რა, პატრონიანებს სტუმრად მოვიყვან ხო. ხო, აი ჩვენც ეს ვაპირებთ, მე ეზოიანი თუ გექნება, ძაღლიც მე დავამატოთ. კაი, იუმორზე გადავიდეთ. ვიხუმროთ. ვისაუბროთ ხუმრობაზე. თუ გახსოვს პირველად, აი როდის იყო რომ მიხვდი რომ გისწორდება იუმორი, ვინმე გააცინე, რაღაცა ხუმრობა თქვი და ხალხს გაეცინა, თუ აი რაღაც პირველი ის გახსოვს შეხება? კი არ უკითხავს ეგ არავის აქამდე რა. ისე პირველად ეგ როგორ იყო რა. როგორ დავიწყე, რაღაცა ბევრს გითხავს, მაგრამ პირველად როდის როდის მივხვდი რომ იუმორისტისგან და აი სტენდაპერებისგან და რაღაცების დავიწყორებაზე რომ მომისმენი, ამბობენ რომ იყო მომენტი როცა ვიყავით სიტყვაზე 10 წლის და კლასში რაღაცა ვთქვი და მთელ კლასს გაეცინა და მაშინ მივხვდი რომ აი უნდა ყოფილიყავი. არა, ჩემთან ეგრე არ იყო. არასდროს არ ვიყავი ხარ რაღაც კატეგორიებად რომ შეიძლება ვთქვა ხა მუდო კატეგორიის ტიპ აქტიური ვიყავი ყოველთვის, მაგრამ სკოლაში მიუხედავად იმისა რომ სწავლობდი, კარგად სწავლობდი. ჩვენს დროს ხუთები იყო და ხუთებზე სწავლობდი და მომწონდა სწავლის თვითონ პროცესი და ასე შემდეგ ამბავი. მაშინ იყო მანსანკანი, კავეენი რა. კავეენი ზოგადად ჩვენი იუმორისტების ძირითადად უმეტესობა იუმორისტებს გამოვლილი აქვს ყველას ეს რა და ეს სკოლებს შორის ტარდებოდა რა. და მე რახან კარგად სწავლობდი და ცოტა ესე თქვათ მხიარული ტიპი ვიყავი, ესე გადაწყვიტეს სკოლაში რომ შენ უნდა ითამაშო, იქ სკოლის გუნდი კეთდება და მონაწილეობა უნდა მიიღო. აი მაშინ მახსოვს რომ მოულოდნელად ჩამოკრა უბედურების ზარმა. მეთქი ეს რა უნდა რა სცენაზე უნდა ავიდე, ან იქ რა უნდა, ან ხუმრობაზე საერთოდ საუბარი ზედმეტი იყო. მიუხედავად იმისა რომ გაგვეთეს კარგად მოვყვებოდი, ჩავაბარებდი, ლექსი იყო თუ ნებისმიერ რაღაც ამას გავაკეთებდი. ეს პირიქით მქონდა, არასდროს არ მქონდა ეგ რომ აი ხო არიან ადამიანები, რომელსაც აქვთ მაქისკენ მისწრაფება, რომ გძნობს რომ შინაგანად რაღაც აქვს ისეთი რომ სახალხოდ აი რაღაც ან იხუმრებ და ან იმღერებ და მე არასდროს არ მქონდა ეგ რომ მაგალითად პოპულარობაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია ის რომ აი სახალხოდ რამე გამეკეთებინა და აი ბევრი გარდა ბავშვობაში ყველას რო გვაქვს რაღაც სადარბაზოში ან სადღაც მოწყობილი საბავშვო თეატრები იქაც დიდად არ გამოირჩეოდი მაინც და მაინც რაღაცე აქტიურობით რა და აი სწავლის
მე უკვე სწავლის უნივერსიტეტში სწავლის დროს, უნივერსიტეტში რო ჩავაბარე მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდი ერთ-ერთი სერიოზული, ნებისმიერი ფაკულტეტი სერიოზულია, როდესაც რაღაცას სპეციალობას სწავლობ, მაგრამ ხა მათემატიკა და ხალხის მათემატიკოსები კურსელები ისეთი ყავდა, არ გვაკლდა არც ღიარულება და არაფერი, მაგრამ უმეტესად მაინც სერიოზული ახალგაზრდები იყვნენ და მანდ იყო პირველად რომ როგორც აი მეგობართან ერთად გადავწყვიტე რომ ეგ იყო ჩემი საქმე. ძალიან უცნაური მომენტია. მე ერთად ვიჯექით აუდიტორიაში ამ რაღაც მერხზე, შემოვიდნენ ჩვენი უფროსი მაშინ კურსელები, ჩვენ პირველ კურსელები ყავით და გითხრეს რომ აი ხო არ ითამაშებთ, არის ესეთი მხიარულთა და საზრიანთა კლუბი და აქ მონაწილეობას ხო არ მივიღებთ. გვერდით მისბეჭდა და ის ასე ვთქვათ ჩემნაირი ტიპი იყო, რომელსაც არ ქონდა პირიქით, როგორც იქნა ეს აქტივობა გვინდა ჩვენ უბრალოდ დავინტერესდით რატომაც, მანაც მითხრა ხო არ წავიდეთო რა, ვცადოთ როგორ რა არის რა ხდება და წავიდეთ რა ვცადოთ ერთი რას გვეუბნები, იმიტომ რომ მაშინ ეს საიდან გაჩნდა ინტერესი ახლა მაგასაც რომ ფიქრობ მაქედან, იმიტომ რომ სტუდენტი რო გავხდი წარმოადგენა მაინც არის რომ სტუდენტობა რაღაც ხდება აქტივობებია. 90 წელია გავხდი სტუდენტი, რა ხდება? მაღლივში ვიწყებ სწავლას, ჩალეწილია შუშები, დერეფანში უბერავს ისეთი ხარი თუ არ ჩაებღაუჯე ვიღაცას წაგიღებს და იმის გამო რომ რაღაცა გაგვეკეთებინა კიდე, ანუ რაღაც მომხდარიყო, რამეთი უფრო საინტერესო ყოფილიყო სტუდენტობა. დავინტერესდი ამ დავინტერესდი ამ ასე ვთქვათ მაშინ შემოგთავაზე სტუდენტებს რომ თუ ვინმეს გინდათ ეს მასაკანი და მაშინ ცადე ხომარ მეხუმრა. ხო და რამე მანამდე მაშინ არაფერი არსებობს უყურებდი უკვე მიყვარდა იუმორი, მყავდა საყვარელი კუმირების, კინოშიც, მაგალითად ქართულ ასე ვთქვათ, ეხა ქართულ სატელევიზიო სიუჟეტში საიდან ეხა მე ვარ 91 წელს დაბადებული, ანუ იმ თაობის ტიპი ვარ, როდესაც ეხა ჩანტლაძის ასე ვთქვათ სკეჩები მაშინ აქტიური არ იყო ჩემ დროს და ესე კარგადიოდა, მაგრამ ტელევიზიით რო ნახულობდი პირველი რამაც მოახდინა ასე ვთქვათ ეგეთი შტაბეშტილება რომ ქართული იუმორისტული რაღაც. ნახე ეს იყო რაც მახსოვს, ეს იყო ჩანტლაძის სკეჩები. არ გულისხმობ კინოს რა. კინო რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მაგარი მსახიობი ყავს, რომელსაც იუმორისტული ჟანრის ფილმებში ძალიან პოპულარულები იყვნენ და ამ კინოს უყურებდი, მაგრამ აი როგორც ესეთი იყო ჩანტლაძის სკეჩები, მაგრამ მაშინ ამას მე მაინც ვერ აღვიქვავდი ესე რომ ეს რა მაგარი საქმეა, მოდი მე ამას გავაკეთებ. არაფერი, უბრალოდ სასაცილო იყო. მე იყო მაგალითად ქვეყანაში პასიანსის ეპოქა იყო და ამას უყურებდი, ძალიან ხალისობდი, ეს უკვე 90-იანების პერიოდია. და მე უკვე ჩემი სტუდენტობის დროს მაშინ იყო ძალიან აქტუალური, აქტიური იყო ძალიან ყველა პოპულარული, უბრალოდ ძალიან პოპულარული იყო რადიო 105. იყო ესეთი რადიო. რომელშიც ჩემი აზრით არ ვიცი მაშინ ეგ ეპოქალური ტიპები იყვნენ ყველა ვინც ხო მაგალითად DJ დათო მიშამ შვილდაძე რა საღინაძე მოკლედ რა ვინც არ უნდა ჩამოგიგანას არის ასე შემდეგ ძალიან დიდი გუნდი იყო ეს და ესენი აკეთებდნენ ზოგადად მე რაც ნანახი მქონდა იუმორი რაც ჩემს გონებას ნანახი მქონდა ან ქართული ან უცხოური და რამე შემედარებინა ეგ იყო ჩემთვის რაღაცნაირი რევოლუცია იყო რა რევოლუცია იყო ხუმრობაში ანუ ადამიანები ისეთ რაღაცაზე ხუმრობდნენ მე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო იმაზე თუნდაც საუბარი ესენი ისეთ არტს ჩაწერდნენ ისეთ რაღაცას იტყოდნენ და მთელ ქვეყანას ისეთ რაღაცას ანუ ისეთ რაღაცებს დასცინოდნენ რაც არ იყო სწორი რაც იყო უკვე ცუდი რაღაც საზოგადოებისთვის შემორჩენილი რაღაცა ცუდი ჩვევა თუ ასე შემდეგ და რაღაც შეხედულებები რაღაცეებზე მოკლედ და ამაზე ისე მაგრად ხუმრობდნენ ესენი ერთი იყო ძალიან სასაცილო და მეორე იყო გენიალური იმიტომ რომ აი ისეთ რაღაცებს ამბობდნენ ტიპები რომ ეგ სხვაგან ვერ იტყო დღემდე მახსენდება ხოლმე აი რაღაცა სალაპარაკო ენაში რაღაც 105 დღევანდელი ხუმრობა ან რაღაცა ესეთი იმ დროინდელი რეფერენსი შეიძლება თქვა ხოლმე კი ახლა სხვათაშორის უცნაური რა იცი იმ თაობის ტიპები ვინცაც 105 გამოვლილი აქვს მაგ პერიოდის ვინც არიან გამორიცხულია იმათ ჩვენ ისე გვაქვს ჩაბეჭდილი ხუმრობები მაგრამ ახალი ადამიანებს რაღაცას ისეთ სიტყვიან ხოლმე რომ ეთყობა ან მე არის გაპოპულარულებული რომელიმე არტიდან ფრაზა მოკლედ ამათ მოახდინეს ჩემზე ძალიან დიდი გავლენა და მან დავიწყე თამაში სხვადასხვა ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად მდგარ ვარ სცენაზე გულისხმობ საქართველოს გარეთაც ძირითადად ვითამაშებდით მაშინ რუსეთში დავდიოდით იქ თამაშობდით მაგ თამაშს მე უკვე რომ მივხვდით რომ რუსეთში აღარც ათამაშოთ და აღარც წასვლა აღარ ღირდა აღარ დავდიოდით თორე ჩვენი თავარი ამბავიაც იყო რომ იქ წავსულიყავით და იქ ვიღაცისთვის ამ შენი ქართული იუმორით გეჯობნა და ასე შემდეგ და საქართველოში აი კავენის თამაშს დავიწყე ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად მინისტრებთან არიან მაგალითად დღეს იყვნენ ჩვენი მთავრობის მინისტრები ვისთან ერთადაც ერთ გუნდში ყოფილი ვართ ვითამაშია ბევრი ადამიანი ბევრმა სტუდენტმა გამოიარა მაშინ მაგ ამ გულისხმობ მასანკანს და კიდე სტუდენტური დღეები ეს იყო რა ხდებოდა თესეუში როდესაც სწავლობდით რა ხო მოკლედ ძალიან აზარტული გამოდგა ჩემთვის იმიტომ რომ პირველად ნახე რა არის აი მაგალითად სპორტი ვისაც უყვარს
დაახლოებით ის შეგრძნებებიც აქ სცენაზე რომ დგახარ და თამაშობ. ეჯიბრები რა ვიღაცას. ერთია რომ გააცინო ადამიანები რა. ყველაზე მაგარი სიამოვნება ალბათ მანდ იყო პირველად მანდ რომ მივხვდი რომ კარგად გამომივა ხუმრობა რა. როდესაც იქ დავსხედით რაღაცებზე ფიქრი დავიწყეთ ასე შემდეგ იქ მივხვდი რომ ეს ძალიან სიამოვნებს რა. იქამდე არ მიფიქრია და მოკლედ ამბავი ეგრე არის რა აზარტული იყო ძალიან და რაღაცნაირი აი როგორც ფეხბურთელი თამაშობს რომ გოლს გაიტანს და ამას რაღაც ზეიმი მოყვება დაახლოებით იგივე შეგრძნება ქონდა ამასაც იქ გამარჯვებასაც იქ ნებისმიერ კარგად ნათქვამ ხუმრობას რომელიც გატანილი გოლით რეაგირებს ხალხი ცალკე ამ ხუმრობა იყო ჩემთვის სასიამოვნო და ამ გაღიმებული ადამიანების გაცინებული ადამიანების ყურება და თან კიდე აზარტული იყო იმიტომ რომ რაღაცნაირი თამაში იყო შეჯიბრი იყო და ამანაც ძალიან დიდი როლი ითამაშა და მოკლედ ამის მერე მივყევი მაგ ამბავს და ჩემს მათემატიკას ნელ-ნელა ისე მოუწია რომ მათემატიკას საჯარო ბიბლიოთეკას რაღაცებს ნელ-ნელა განვეშორე და უფრო ჩვენ მაღლისში სწავლობდით მაგრამ მაშინ თესეუს კულტურის და ხელოვნების ცენტრი ნუ პირველ კორპუსში ახლაც იქ არის გონი დარბაზში და მერე იქეთ უფრო გადმოვიწეთ იქ ქონდა ჩვენი სარეპეტიციო ვიცი მე თესეუსში ვსწავლობდი ეს დარბაზი ხო და მოკლედ პირველ კორპუსში არის ხო თუ მეორეში პირველში არის პირველი კორპუსის უკან შესასვლელი და იქ ზეიმი იყო როდესაც გოჩა თანდარაშვილი უკვე წამყვანი უნდა ყოფილიყო და იწყებოდა ეს მანსანკანი და ეგ ყოველთვის ხასთან რა მომწონდა ჩვენი ამ თესეუს წინა თაობის ადამიანებში იცი მაგათგან რეალურად მეც და ჩემი თაობის იუმორისტებმა ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლეთ და ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს ჩვენი იუმორის აი ჩვენ როგორი იუმორი გვექნებოდა მაგაზე რაღაცნაირად შენ წინ თაობა ვინ იყო ეს აი რაც ჩამოთვალე რაც ესენსენი იყვნენ ძირითადად უნივერსიტეტელები იყვნენ აქედან ეხლა შენ ჩამოთვალე წინა თაობა თქვათ ეს ასაკით მაგხელა არა მაგრამ ამბობ ხოლმე 5 აი ვისაც მაგალითად ხო რო ავიღოთ მაგალითად გია ჭანტურია რათო გოგი ჩაიშვილი მიშამ შვილდაძე ეს ვიო ნუ მოკლედ ძალიან კაკაბაც რა თქმა უნდა ირაკლი კაკაბაძე ამა ესენი სულ ყველა მოკლედ ძალიან დიდი გავლენა იქონიეს იმიტომ რომ ესენი ტიპები ისგან ყველაზე მაგარი რაც მე პირადად რაც ვისწავლე იყო ის რომ თავარი კი არ არის მარტო ის არ არის რა თავარი ადამიანი როგორღაც გააცინო რა შეიძლება ადამიანები გააცინო ძალიან როგორ გითხრა რა არასასიამოვნო მეთოდით რა ღირსეული ანუ ამათ ჰქონდათ რაღაც უღირს ხუმრობას არ ამბობდნენ რა ანუ იმის გამო რომ ოღონდ ადამიანს ხო უღირს რაც ახლა სამწუხაროდ ძალიან ამ ინტერნეტის სოციალური ქსელის და ხუმრობას თავისი სახე მისცა ზოგადად ხუმრობის მიმდინარეობებს ფარული კამერები ამ ფრენკებმა გააქრო საერთოდ იმიტომ რომ ადამიანის ცნობიერებაში და ახლა იქ ძალიან ბევრი ხშირად ნახავთ იუმორს რომელიც აგებულია რაღაც უაზრო უხამს რაღაცაზე აი არ მინდა ხა მაგალითად გაკუებაზე რო არის იუმორი აგებული რა ანუ აი ხა აი ეს ცოტა ისეთი ამბავია რა პირობითად რა ჩემთვის სასაცილო კი არა პირიქით ძალიან ცუდია ამ ტიპით ხუმრობა და ისინი ზოგადად ესე ქონდათ იმათ თავისი ხარისხი რომ ხუმრობა არ უნდა ყოფილიყო უღირსი მაგალითად ძალიან დიდი სიყვარული ქონდათ თვითონ ამ უნივერსიტეტის და შესაბამისად შენზეც გადმოდის ეს რომ უფრო მეტად შეიგრძნო რისი ნაწილი ხარ და იმ სცენას მაგალითად არ აკადრებდნენ უხამს ხუმრობას და მოწვეული გუნდები ხშირად სტუმრად მოსული გუნდები რომლებიც იწყებდნენ მონაწილეობას ჩემპიონატში მახსოვს რომ იქ ცოტა ცუდი ისინი თუ იტყოდნენ ისეთ ხუმრობას რომელიც ცოტა უხამსი იყო რაღაცა ამაზე დარბაზის შესაბამისად რეაგირებდა ჩვენ თალკე კვდებოდით ამიტომ მოკლედ ამან დიდწილად განსაზღვრა ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგი გავლენა იქონია მაგან იმიტომ რომ ძალიან კარგი იუმორი ქონდათ იმ დროისთვის თამამი იუმორი ქონდათ და რაც ჭირდებოდა საზოგადოებას კიდე რომ დაემსხვრიათ იდიოტური სტერეოტიპები წარმოდგენ რავი რაღაცას იხუმრებდნენ მაგალითად ვიღაც კაი ბიჭის დაზე არტი იქნებოდა ისეთი რომ სიტყვაზე ან რაღაც ვიღაც კონფორმისტ ტიპზე ან ადამიანზე რომელსაც არ იცის რა არის პირობითად საერთოდ სამშობლოს აზრი ან თავისუფლების ან თანასწორობის ან ამაზე ისე მაგრად ხუმრობდნენ რომ მოკლედ ხო შენ რო დაიწყე ჯერ ტელევიზიებში ისე შემოსული არ იყო არა მე რო დავიწყე გოგიჩას ღამის შოუ და რაღაცების სამსული არ იყო არა რა თქმა უნდა მე რო დავიწყე ჩვენ რო დავიწყეთ ამ რაღაცების კეთება კავენ გოგიჩა მაშინ აქ იყო მაგრამ მე უკვე იყო ის პერიოდი როცა გოგიჩა წავიდა ამერიკაში ხო მაშინ ჯერ გოგიჩას არც გუნდი ყავდა თავისი ესე ვთქვათ სატელევიზიო ასე ვთქვათ არ ქონდა არ იყო საქმეში და გოგიჩა როცა ამერიკაში იყო მაშინ ჭანტური აკეთებდა ჩვენი ეზო იყო ესეთი ანიმაციური სერიალი შევარდნაძე და რაღაცა და იქ ვიყავით მოკლედ ირაკლი ვახტანგიშვილი კაცებიდან კაკაბაც იყო იქ ხო და მოკლედ იქ ეგ იყო ჩვენი ასე ვთქვათ სატელევიზიო პირველი
გამოცდილება რა. მაგის მერე უკვე ფარულ კამერაში ვიყავი აქტიურად და ახსოვს ახლა მაყურებელს. ბუდარიაში ხო? ბუდარია ალიკო მალხაზიშვილთან და მაშინ ბაკუ სვაინძესთან ერთად იყვნენ ეს ორი ადამიანი და მაგარ რაღაცებს აკეთებდნენ და ჩემთვის ძალიან ბედნიერება იყო რომ ამ ტიპებმა ჩათვალეს რომ მოდი ამან ჩვენთან ერთად იხუმროს და თქვენს რომ აი ხო მაგარი გუნდია ორნი იყვნენ, სულ ორნი იყვნენ, მეგობრები ყავდათ ბევრი და ყველაფერს იღებდნენ ასე ვთქვათ, გამოიყენებდნენ მეგობრებს ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადად ეგორი იყვნენ, რომლებიც აკეთებდნენ ამ ყველაფერს და მაგათმა რო თქვეს რომ აუ ეგ ძალიან მაგარი ის იყო ჩემთვის სასიამოვნო რომ ამ საგიჟეთში მონაწილეობას მივიღებდი რა ფორმა ეს ძალიან მომწონდა იუმორის ადამიანებზე ხუმრობა რაღაცა აი ვთქვათ რაღაც ოხუნჯური მეთოდით მაგრამ მაგას ხაზი უნდა გაუსვა სულ სხვა ხას მაგას რა და მე მგონი კარგია ეგ რომ არც ერთი ადამიანი ხშირად უკითხავთ ეგეც რა რომ ქუჩაში ადამიანთან მიდიხარ ეხუმრები შეიძლება ვიღაცა საერთოდ არ ეხუმრებოდეს და არც ერთი ადამიანი არ გყავს გამოჩენილი სატელევიზიოდ ფარულად გადაღებული რომელსაც მე არ მithოვია რომ ხო არ იქნები წინააღმდეგი რომ ეს ტელევიზიით გავიდეს არც ერთი ადამიანი არ ყოფილა რომ ოდესმე ვინმესთან რამე პრობლემა ყოფილა ვიღაცები რომ უთქვამთ რომ არა რა ხო მესმის სასაცილოც იყო კარგიც იყო მაგრამ არ გაუშვათ დამთავრდა რა მაშინ ის დრო იყო რომ არავის არ კითხავდი ახლა შეიძლება ვიღაცას პრობლემა შეექმნას თუ ვიღაცის ნებართვის გარეშე რაღაც გააკეთებ მაგრამ მე რომ გეუბნები ამას ანუ 25 წლის წინ გეუბნები რა 25 წლის წინ მაშინ შეგეძლო რაც გინდა ის გექნა ვერავინ არ მოგთხოვდა და ასე შემდეგ მაგრამ ეგეც აუცილებლად საჭიროა რომ ადამიანი რაღაცას რო აკეთებს მისი წილი პასუხისმგებლობა იგრძნოს რა და როგორ გამოუვა მე ეგრეა მაგრამ მე ვცდილობდი რომ გამოსვლა და ყველასთან მივდიოდით და ვეუბნებოდით რომ ეხლა აქ რომ მოხდით თუ სურვილი არა გაქვთ და არაფერი პრობლემა არ იყო მე დროს დახარჯავდი უბრალოდ და სხვა ადამიანს გადაიღებდი და არ იქნებოდა არავინ ამაზე წინააღმდეგი შენ შვიდად დაიძინებდი რაღაცა ვითომ რუსთავიორის ჟურნალისტი იყავი და რაღაცა კითხოს უსვამდი ჯიბის ტელევიზია რო ვიყავი და მე პასუხს უკანახოთ ეხლა ეს მაგან საპირისპიროს ვეუბნებოდი კი მაგან მაგის მერე ბევრი ვარიაცია გაიარა სხვათა შორის ძალიან კარგმა და მაგარი ელხერი იუმორის ნიჭი აქვს ასევე ბექა ყორშიოს მაგან გააკეთა მე მაგის თავისებური ვერსია იგივე ფორმის და ძალიან მაგრად გააკეთა სხვათა შორის 20 და რაღაც წელი იყო გასული და იგივენაირად რეაგირებდნენ ადამიანები რამდენი წელი გავიდა და ადამიანები მაინც ესე რეაგირებდნენ რა ხო მაშინ ჩემთვისაც ძალიან ის იყო ეგ რა მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვარ ასაკით გულისხმობ სატელევიზიო იმაში დიდი გამოცდილება არ მაქვს ერთ-ერთი პირველ ფარულ კამერთაგანია ეგ რაც გვაქვს გადაღებული და სულ ეუბნებოდი ალიკო მალხაზიშვილს რომ ბიჭო აი ამაზე ადამიანი ვერ არ წამო აი ბოლოს ვიღაც გეტყვის რომ რას აკეთებ და ასე შემდეგ იმას უკვე ისე ქონდა ეს ოხრული სკოლა გავლილი რომ ძალიან კარგად იცოდა ადამიანის ფსიქოლოგია რაღაცას როგორ ამაში მეც რო შევყავი თავი ეს ცალკე მაგია არის ცალკე ჯადო ერთია როდესაც სატელევიზიოდ რაღაცას აკეთებ და იცი რომ ამას ბევრი ადამიანი უყურებს და მე შენს ნათქვამზე ესე რეაგირებს და მეორე ამას ისე რო აკეთებ რომ მან საერთოდ არ იცის ფარული კამერით უღებ ვიღაცას ხუმრობ თან აქ იმაშიც არ ხო ხვდები ანუ ისეც არ უნდა გამოგივი თუ ცუდად გააკეთებ რაღაცას ხო ამას ბუნებრივ ეთერში ვერ გაუშვებ რა ან შენ თუ გამოგივაცოდა და რაღაცას ყველა ვარიანტ შენზეა პასუხისმგებლობა ის თავისთვის ვიღაც არის და შენ ეხუმრები რა ხო და მოკლედ მაგან ძალიან მიიქცია ისა რა ჩემი ხო ანუ მაგის შელი სიყვარული და ყურადღება მაგან ერთ-ერთი პირველი კამერა იყო ფარული და აი დავფიქრდი რომ ადამიანი როგორ შეიძლება ესე ანუ აი ესე დაზო ანუ ესე აიყოლიო რა ანუ აი ესე სისულელე ეგზიუპერის თვალებს უპაჭონებდი ტიპს ეუნები და გიო გიდასტურებს რა მაგრამ მაშინ კიდე ისი ჯადო და მაგია იყო იცი რაც ახლა ქუჩაში ძალიან შეცვლი მართლა აი ძირითადად ესენი ანუ ისი ზახტი რომ მინისტრი ჩამოვიდა ხო საფრანგეთის პრეზიდენტი ხო თან ვეუბნებოდი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი და მეუღლესთან ერთად ჩამოსული იყო ოფიციალურად და თავიდან კი მითხრა რომ ახლა მაგას ასეო რაფერ ვიტყვიო მახსოვს ძალიან კეთილი კაცი იყო ძალიან საყვარელი ადამიანი იყო ეგ ვისი სახე აბიტოსი მაგრამ ბიჭო ასეო როგორ ვიტყვიო არაფერი მეთქი უბრალოდ ვთქვა და მიდი და კიო მისი ცოლი მიპაჭუნებდაო თვალებსო რა ეგზიუპერის ცოლი მიპაჭუნებდა მე აუ კანცლერი ის მეუბნებოდი საფრანგეთის კანცლერს ატყდა ესე მოყვებოდნენ ესენი მე რაღაც ის აგურით აშენებდნენ მაქედან ეგ დამახსოვრდა რომ აგური და ბიჭო კაცს ეუბნები რომ ჩინოვნიკებს სადმე აქვთ ეს ფული და გიყურებს სადმე აქვთ რაღაც ხო უნდა თქვას რა და სახლებს იშენებენ აგურით ვერ იგებს რა მაგრამ აი თავარია კარგად გაგებით უკარნახე რა შეეუბნები რომ კარგად სახლებს იშენებენ აგურით და მე კითხვას უტრიალდი რომელი აგურით აქ საერთოდ ერხებოდათ რა რომელი აგურით ძალიან სასაცილო იყო მართლა აი ხა რომ მეც რო უყურე
იმ აგურით, რომელი აგურით? იმ აგურით აშენებენ, ესე იყო და ხოლმე მოკლედ ადამიანები მაშინ სხვანაირად რეაგირებდნენ მათკენ მიშველილ ობიექტივზე. ეს კამერა იქნებოდა თუ ტელეფონი იქნებოდა. უფრო მეტად იძაბებოდნენ და იძაბებოდნენ, უფრო მეტად გავლენას მოახდენდი მაგალითად, იმიტომ რომ აი კამერის წინ ადამიანი უკვე ეს მისთვის ნიშნავდა რაღაც განსაკუთრებულს გამორჩეულს. ანუ მაშინ არ არსებობს არც მობილურის კამერა, არც YouTube-ი არ არსებობს, არც Facebook-ი არ არსებობს, არაფერი მსგავსი არ არსებობს. უცნაურია ახლა იმას აქ ადამიანები გვიყურებენ ჩვენ რომ რანაირია ეგრე ეს ყველაფერი არ არსებობს, მაგრამ მართლა ეგრე იყო, არ იყო, ზოგადად არ იყო, არ არსებობს, ქვეყანაში არ არსებობდა გერა. საერთოდ არ არსებობდა 2000 წელია და მაშინ ადამიანებს დამოკიდებულება ეგეთი აქვს, რომ აი კამერით და რაღაცით რომ პირიქით ვიღაცები ჩალიჩობდნენ, რომ მოხვედრილიყვნენ შენ კამერაში, შენ გახუმრებოდი, რომ ის მერე სადღაც გამოჩაინილიყო. ნუ ქონდათ ეს ადამიანები. ახლა ბევრი წელი რო გავიდა, ახლაც გავდივარ მე ქუჩაში, ხო, ვიღებ რაღაცებს. სხვა დამოკიდებულება აქვს ადამიანებს უკვე. აბსოლუტურად აღარ არიან ეგრე მოჯადოებულები, აუ კამერა დაინახე. პირიქით შეიძლება პირიქითაც გითხრას, რომ ეხლა ეს თავის გზაზე მიდის, თავისი დღე აქვს, თავისი ოპერაციები აქვს და ეხლა გეხეწები რა უნებართოთ მიადექი. ასე რომ ესთეტურად გაკეთება მაგას მაშინაც სჭირდებოდა და ახლა კიდე ბევრად უფრო რთულია, იმიტომ რომ ვინც ცდილობს გავსი ტიპის რაღაცები გააკეთონ, ბევრად უფრო მეტი შრომა უწევთ რა, მოკლედ რომ ადამიანს ესე გაეხუმრო მაგ ტიპის კამერა. ის მახსოვს კიდე არლიკო მოხაზიშვილის რაღაცას რო ეკითხებოდა ძალიან სწრაფად და გაუგებრად. ხო, სულ უმეორდა და. ხო, და ისინიც კი. ქათამში ვალაპარაკები. ხო, ეს ასაულია. ეს შადო იყო მართლა რა. ქათამში ვალაპარაკები. ქათამში ანუ ადამიან ინტერვიუ მაქვს აღებული ცოცხალი ქათმით და ყავს ჩაწერილი რამდენიმე ადამიანი, რომელსაც არ გაუჩნდა. კითხვა რომ ეხლა ხომ არ ხუმრო. რა კარგი მოფიგა, მაგრამ ხომ არ ხუმ, ანუ არ გავა. გეტყვი შინაარსი რა იყო ახლა. ფარულმა კამერამ გეუბნები ბევრი წელი ფარულ კამერაში ადამიანების დაკვირვებამ, როდესაც ადამიანმა აი ძალიან მასწავლა რაღაცა ჩამახედა რაღაცეებში ადამიანის ფსიქოლოგიაში და აზროვნება აი ისეთი რაღაც, ანუ ეხლა წარმოიდგინე რომ გეთქვა ჩემთვის ეხლა მე რასაც მოგიყვები, ამას მე ვერ დავიჯერებდი. მაგალითად მოვიფიქრეთ ესეთი ხუმრობა, რომ მოდი რა თემაზეც ადამიანებს ველაპარაკებით. საინაღაც ნახეთ ეს მაშინ რაღაცა ის იყო ვიღაცები ცდილობდნენ ორიგინალურად გაეკეთებინათ სიუჟეტი, ჯერ კიდე ის პერიოდია რომ რაღაცებს ყველა ახალი ამბავია და ვიღაცა სანსაციოდ გამოვიდა და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მოდი ამაზე საერთოდ ვიხუმროთ და ეხლა თუ ლაპარაკობთ მაგალითად წყალი რამდენად სუფთაა თბილისში, ონკანში რამდენად სუფთა წყალი მოდის, დავიჭერ ჭიქას წყლით ხელში და აი წყლით დაველაპარაკები და ჩვენ ხა ფიქრობდი ანუ თავიდან სულ სამი კაცი ფიქრობდით ალეკო ბაკური მე დავემატე ხო და ფიქრობდი რომ ბიჭო მეთქი რანაირად ესე რა წყალით მე ვიღაც აიღებს ამ ჭიქას თავზე გადამამტრებს ალეკო უკვე ის იყო ბოლომდე აწევდა არა მე დაიჯერდა და ამიკიდე სადღაც ცოტა ისიც ქონდა შეიძლება რომ მე ვყავდი მიგდებული წინა ხაზზე თვითონ კამერის უკან იყო ეგო ხერი მაგრამ ნუ მოკლედ ამბავი ეგრე იყო და მაგალითად ერთ-ერთი იყო მართლა ეგ რომ თბილისში მაშინ ხშირად წყალი წყდებოდა რაღაც გონკანიდან ხვლიკი ძრებოდა და ესეთი რაღაცები იყო ჩვეულებრივი ამბავი წყალს მოუშვებდი სხვა ფერის მოდიოდა და ეს რაღაც აქტუალური თემები ავკრიბეთ და ერთ-ერთი იყო რომ მაგალითად ონკანი მეჭირა აი ეს მოსატრიალებლებიანი ონკანი აი ესე რო აქვს რაღაცას თავი და ყველგან იყო ერთი ხაზი რომ რუსთავი ორის მიკროფონის სამაგრს ვიღებდი და ამას ვაცვავდი ამას და ამ რუსთავი ორის ლოგოთი ონკანის ტიპთან მიდიოდი და აი წყალი და იმდენად ადამიანები ჯადოვდებოდნენ ამ კამერის წინ როა და რაღაცა ან არ შეეძლო თავისუფლად ეთქვა რომ ონკანში რატომ ალაპარაკებდნენ და იწყებდნენ ლაპარაკს რომ დიახ ეს წყალია ბიჭო ეხლა მე გვაქვს ეს ხუმრობები მე იყო თაიგული მაგალითად თაიგული ჩავდე ამაში და იქაც ლაპარაკეს გოგოებს ვეკითხები რამდენად ხშირად ჩუქნიან თაიგულებს და ესენი გცემდნენ და მე ბოლოს აგიჟეთამდე მივდიოდით და მეთქი სადამდე მივლენ რა ანუ ბოლოს ვიღაცა ხომ გაკითხავს რომ აი ხა ამ თაიგულს რა თავზე გადაგარტყავ ან ვიპოვნი ადგილსად გაგიკეთო არა მიდის ყველაფერი კარგად და ბოლო პიკი გვაქვს და აქ მაინც გონია რომ ვიღაცა აი ქათამს გადამარტყავს თავში ცოცხალი ქათამი მყავს ამ ცოცხალ ქათამს ჯერ შევიმეგობრე უკვე რომ დავიჭერდი ხელში ესეც ისე იყო აღარ აფსავენ დავიჭერდი ამ ქათამს ფეხებით და ფეხებით ქათამს რომ დაიჭერ და ამოძრავებ გექნებათ ეგ თავს ეს ერთ ადგილას ტოვებ რაღაცებს აკეთებს რა ამ ქათამს ეს თავი აქ ამაყად უჭირავს ამ თავზე ჩამოვაცვი ეს რუსთავი ორის რაღაც ის იხედება იქედან ისე და ბიჭო ცოცხალ ქათამს კისერზე კონდა ეს და ამაში ადამიანები ლაპარაკობდნენ
ცხოველთა უფლებებზე და რაღაცებზე ველაპარაკებოდი და მე ბოლოს უკვე მინდოდა რომ ვიღაცას ეგ რეაქცია ქონოდა რომ კარგით ეხა რა ქათამი რა რაღაცა გაეცინა და მეებს ვაკეთებდი რომ ქათამი რომ მეჭირა და კარგად ისმის ოპერატორს და არა ანუ ბოლომდე ისე ჩავწერეთ რომ არავის პრობლემა არ ქონია ამ ქათმით რა ვიცი ეხლაც რომ ნახოთ სადღაც იქნება დადებული YouTube-ზე ფარული კამერა ქათამში როგორ ლაპარაკობენ ადამიანები სანახშირად მაშინ ეგონად ყოველთვის გიჩნდება აზრი რომ რაღაცები არის დადგმული იმიტომ რომ ისეთი რთული საქმეა რომ შეიძლება იფიქრო რაღაც დადგმულია და მართლა ამ ჟანრში იუმორის მიმართავენ ხოლმე რაღაცებს დასადგმელად მაგრამ თუ ახლა ჩვენი მაყურებელს თუ დააკვირდება მაგალითად როდესაც YouTube-ი შემოვიდა და YouTube-ზე გაიჩიტა პირველად ფრენკები რა ეს ფარული კამერა ვითომ გაჩალიჩებები ძალიან ცოტა ხანი იყო ადამიანები რომ ვერ ხვდებოდნენ რომ ეს დადგმული იყო ძალიან ცოტა ხანი იყო ძალიან მალევე ყველა მიხვდა რომ დადგმული იყო და მე ან იმისთვის ხალისობდნენ რომ დადგმულია მაგრამ როგორ არის გაკეთებული ან საერთოდ აღარ უყურებ ფარულ კამერაში ჩვენთან აი იმდენად ქართველი მაყურებელი რო გიყურებს ძალიან ბევრ რამეს ხდება რა საერთოდ არ არის მიამიტი და ესე დააჯდა და გიყურებ ძალიან მაგრად ხდება ასე რომ შესაბამისად ჩვენთან რო რამე დაგედგა ჯერ ძალიან არ გამოდის რა ჩვენთან რა აი თვითონ რო აკეთებ შენ თვითონ არ გაქვს ამის სურვილი რომ აი მაშინ სხვა რაღაცაზე მუშაობ აზარტი გეკარგება რაღაც გეკარგება ბევრს წვალობდით ძალიან ბევრს წვალობდით და ბევრ რაღაცას ვიღებდით რომ მე იქიდან გამოსულიყო და მართლა ორგანული ყოფილიყო მაქსიმუმი რაც კი შეიძლება დაგვიდგამს აი ჩვენს საერთოდ ფარულ კამერაში ყოფილა რა იცი მაგალითად ღამე მივიდიოთ ვიღაცებს ვაღვიძებდით და რაღაც და მე უკვე რაღაც მომენტში ხო მაგალითად სახიობი რო შედი ხა შენ რო ფარულ კამერას იღებ ვიღაცას უნდა მოეპარო აქ ვერ დადგამ რაღაც სცენებს და მაშინ მართლა კარგად დადგმული უნდა ქონდეს ამას რო იღები იქ რაღაცის შემოსვლა შეიძლება ვერ გადაიღო და მაქსიმუმ ეს გადაგვიღია მე ჩვენი სახიობი რო შემოდის რომ უბრალოდ კადრიშვი ჩაგვესვა თორე ყოველთვის ვცდილობდით რომ ეს ყოფილიყო ორგანული ნატურალური და სასაცილო და ეხაც კიდე გეუბნები ანუ ინტერნეტში თუ დააკვირდები ფარული აი რასაც ქვია ფარული კამერა ეგ ჟანრი YouTube-ის გაჩენის დროს ძალიან აქტუალურია პოპულარულია ბევრი ფარული კამერები გალარდი ვიღაცები იჩნდებიან მაგარ ფარულ კამერებს აკეთებენ მაგრამ მე დროთა განმავლობაში ფრენკებმა საერთოდ მოკლა ვაში აღარ ზოგადად აღარ არის მაგ ტიპის გადაცემი პოპულარული სასაცილოგან არ არის მაგრამ ეს რო არ დადგა და მართლა აკეთო უკვე ძალიან ძნელია და თან კიდევ ადამიანების ცნობიერებაში გაჩნდა ის აზრი რომ მაინც დადგმულია ეს ყველაფერი მთელი მუღამი მაგის ის არის რომ დადგმული არაა და ორგანული სიცილით ცინის ის გაღვიძებების პერიოდი რო იყო რომელიმე იყო ისეთი რაცა არ გაუშვით ვინ იყო არ გეკითხები თუ იყო ეგეთი შემთხვევა შემთხვევა იყო ისეთი რომ ის კადრები ამოვჭერით იქედან მაგრამ იქ ოღონდ ვინმე გაგვეღვიძებინა იმას ვინ აღარ გაუშვებ და მე ყველა სანათესაოს და ყველაფერს ვინმე ხوار გაჭედა რომ არ გაუშვებ გაჭედა ერთი ტიპი იყო რომ ისე გაჭედა რომ უყურე ხა რომ რამდენჯერმე ცნობილ ადამიანებს ვაკეთებდი მე ცნობილ ადამიანებზე რომ ვაკეთებდით ამას რა აი ხა უყურე როგორ იყო ჩვენ ამათთან მივდიოდით და ნამდვილად არ გვინდა ხა დაგვედგა რაღაც მაგრამ რამდენიმე მისე გაიღვიძა რომ აშკარად ისინი გაფრთხილებული ყავდათ რა იცოდნენ წინასწარ ხო მაგრამ ჩვენი მუღამი მთელი ის იყო მე რომ აი მაგალითად 5 საათი ყოფილა რომ ველოდებოდით მაგალითად ერთ-ერთ ჩემს მეგობარს სანდროს როდის დაიძინებდა მართლა რომ ეთქვათ რომ ძინავს რა ხო შემეძლო ახლა იმასთან რაღაც გაგვეკეთებინა მაგრამ აი გვინდოდა რომ ნამდვილი ყოფილიყო და ერთ-ერთ ტიპს ეგრე დავადექით ეძინა არავის არ ყავდა ის რა საერთოდ ან გაფრთხილებული ვიღაცებს მართლა ეუბნებოდით რომ არ გააფრთხილოთ იმიტომ რომ ჩვენ ამას ისე გადავიღებთ რომ იქ რაღაც კადრი ხა ადამიანს რო აღვიძებ ღამით შეიძლება რაღაც ისეთი იყოს რომ ის კადრი არ გინდოდეს მოხდეს და ამას რა თქმა უნდა ძალიან ბევრს მუშაობდით მაგაზე რომ ოჯახის წევრი ან რაღაცა დაეთანხმებინათ და ეთქვათ რომ ეს ესთეტურად და კარგად იქნება ეთერში და იქ აღარ გამოჩნდება რაღაც სისულელე და ასე შემდეგ და ვიღაცებს შეიძლება წინასწარ ქონდათ მინიშნება იმიტომ რომ ერთი ორს გაუღვიძია პომადა ესვა რა ეგეთებიც ქონდა მაკიაჟით გაიგვიძეს ვიღაცება მაგრამ ჩვენ ვცდილობდით მაქსიმალურად რომ ისე შევსულიყავით რომ იქ მართლა დაძინებული ყოფილიყო იმიტომ რომ ვერ ითამაშებს ახლა ადამიანი როგორ გამეგვიძა ესე ბევრს ვერ მოატყუებ რა და ერთ-ერთი ტიპი იყო რომელთან შევედით ჩემი მეგობარი სანდრო ჟღენტი მივიყვანეთ ეს იყო ფიტნეს ბიჭუნა სანდრო ყოველთვის ესეთი თეთრი დათვი კაცი იყო რა და მაშინაც და შეუვარდა ამ ტიპს რაღაცა თვითონ არჩია მუსიკა არ მახსოვს რაღაც do you scream თუ რაღაცა არჩია ესეთი რაღაც იგიჟე და ამ მუსიკაზე უცებ შემოდის აი ამ ხელა დათვი ტიპი რაღაც თეთრი სპორტული ტრუსი აცვია რომელიც ბოდიბილდერებს აცვიათ ხოლმე და ამ ტიპს ეს ამ ტიპისთვის ირთვება რაღაც სახსარო პანკ როკ რაღაცა მუსიკა უცებ ახერხებს თვალებს ვიღაც თეთრ ტიპს უყეთებს რომელიც უცებ ყავს თქვენ და ამ ტიპს დაემართა რა იცი უცებ ანუ ახალ გაღვიძებულზე ვერ გაიგო რა ხდება რამე საშიშია სასაცილოა ეხუმრებიან თუ რას უშვებიან და მაშინ შეგვეშინდა ძალიან მაგრად შეგვეშინდა ძალიან იმიტომ რომ ეს ტიპი ეთქვა ნასვამი იყო ძმა რომ დაიძინა და გამოქანდა აივანზე გამოვარდა გინებ-გინებით და ვერ გაიგო გადახტომას თუ რაღაც აპირებდა თუ ანუ ოთახიდან ვაშკა ვერ გაიგო რა ხდება და ეს იყო მაშინ რომ შეგვეშინდა მაგრამ მე თვითონ რო ვკითხე ვერ გავიგეო რა ხდება და პირველი ვაპირებდი და მეორე სართულზე თუ რაღაც ცხოვრობდა მაგრამ პირველი ინსტინქტურად რაც გამიჩნდაო რომ
ვერ გავიგე რა ადამიანია თუ რა ხდება საერთოდ და უნდა გავქცეულიყავი გადამხტარიყავი აქედან კიდე დავაკავეთ აივანზე ძლივს ეს მივარდით გაჩერდი მეგობარო მშვიდად წნარად და ეგ იყო მეორე იყო ყველაზე მეტ ასე გამორჩეულად რაც დავამახსოვრდა ძალიან დიდი ხანი ტიპი ანუ ემოცია რომ გავიგეთ რომ გადაღება მე ხომ უნდა დაწყნარდეს ერთი ეგ იყო რომ ძალიან დიდხანს იყო ემოციაში და მეორე იყო ვირი აუყვანეთ მერვე სართულზე მაწონი რა ვიღაცა დასაძინებელში დავაყენეთ მაწონის გამყიდველი ვირით რა და იმასაც შოქი ხონდა მე რომ გაიგორო ვირია ხო გაიგორო გადაღება მე ძალიან დიდი ხანი იყო რომ აქ საიდან ამოიყვანეთ ლიფტით ავიყვანეთ ეს ვირი რა სატვირთო ლიფტით ჩვეულებრივში ვერ ჩავატეთ ეხლა ვერც ხوار მოკეცავ პატარა ლიფტი იყო ეს სატვირთო ლიფტი არ ანუ რამდენი ვიშალიჩეთ იცი ეს ავტითო ლიფტი მოვხოდეთ რომ ვირი იქ აგვეყვანა და ავიყვანეთ ეს ვირი ამ ტიპთან და მაწონით გავაღვიძეთ აუ მაგარ სიგიჟებს სიზულელებს ვაკეთებდით ისეც რომ ძალიან საცილო ეგენი იყო მაგრამ გაუშვით ეგენი ხო მაინც კი გაუშვით იმიტომ რომ უშვებდით ყველაფერს რა ის ადამიანი თანახმა იყო თუ ვინმე გეტყოდა რომ არ გაუშვათ ეს რა ეთერში რა აი გეუბნები რო გაგიშვა არ ვიცი დილა დანამით რას იზავდა არაფერი არ ხდებოდა მაგრამ აი არც ერთხელ ვერც ერთ ადამიანს ვერ ვიხსენებ კი არ ყოფილა რა რომელიც ისეთი გაუშვითვისაც არ უნდოდა ხო ამ დროთა განმავლობაში აი დღემდე რაც ვხედი თუ შეიცვალა მიდგომა იმის მიმართ აი თემები თუ არის რამეაზეც არ შეიძლება ხუმრობა კი როგორ არა იცლება ეგენი სულ იცლება არა ანუ შენ წარმოდგენაში რა ჩემ წარმოდგენაში შეიძლება იცი რა მე თუ იყო დროცა ფიქრობდი რომ ყველაფერზე შეიძლება და თქვათ ეხლა არა არასდროს არ ფიქრობდი რომ ყველაფერზე შეიძლება ხუმრობა რა არასდროს ანუ ყველაფერზე შეიძლება ხუმრობა მე და შენ რო ვარ შეიძლება ყველაფერზე ვიხუმროთ რა მაგრამ ყველაფერზე ხუმრობა სახალხოდ კიდე იქ უბრუნდები ეხლა რომ შეიძლება ადამიანზე ისე იხუმრო მთელი ცხოვრება დაღი დაუტოვო ისეთი რომ მან ეს დისკომფორტი ვერ მოიშოროს შენთვის ეს იყოს ხუმრობა მას უწოდო რაღაც ან გაამასხარაო ისეთი ფორმით რომ მთელი ცხოვრება მას მერე მიეკეროს რაღაც ანუ ამ მის დანახვაზე არის ესეთი რაღაცები მოიტანა ახლა ახალმა იმან უკვე YouTube-ის შემოსვლამ და რაღაც ბევრი ადამიანი იყო მაშინ რომ წერდა რაღაც ბავშვობაში ან რაღაც 10 თინეიჯერობის ასაკში რაღაც ვიდეოებს და მე დრო რო გადის ადამიანები აი საერთოდ თავის რაღაცის ნახვა არ უნდათ ასე ვთქვათ რა იმიტომ რომ იქ მაშინ იხუმრა ბავშვურად და სხვანა ჩემ შემთხვევაში დამოკიდებულება ანუ ზოგადად ძველ რაღაცებს რო ვუყურებ მაშინ მაგალითად განსაზღვრა იმის რა არის მორალური რა არის ამორალური რაღაც თქო უნდა განსაზღვრო შენ როდესაც ქნია მიუმორს და გარემოდან გამომდინარე და შენი აზროვნებიდან გამომდინარე ექნი ხო ამას რაღაცები რაც მაშინ იყო სასაცილო მაგალითად რაზე ხუმრობა შეიძლებოდა ახლა მაგალითად იმ რაღაცაზე მე ვფიქრობ რომ იმორის არც ჩვენ არ ვიხუმრებთ მიუხედავად იმისა რომ მაშინაც ყოველთვის ვცდილობდით რომ სხვა არი დაგვეცვა და ისე არ ოღონდ ხალხი გაგვეცინებინა და ყველაფერი მოსულა ეს არასდროს არ იყო არც ჩემ შემთხვევაში და არც ჩემ შეგვერდით კიდე ვინც აკეთებდნენ ამ საქმეს რა ხო და მოკლედ რა რაღაცები იცვლება რაღაცებთან დამოკიდებულება რაღაცებზე თუ ადრე ხუმრობა უფრო სასაცილო იყო მაგალითად შეიძლება ეხუმრა ვიღაცას აი ახლა წარმოვიდგინე სახუმრო თემა იყო ქალიშვილობის ინსტიტუტი ეს ფრაზა გაგონილი მაინც ექნება ვიღაცას მაგრამ ეხლა ვიღაცისთვის არის რამდენიმე წლის წინ ეს ფრაზა რო არსებობდა და რაღაცას აღნიშნა ანუ ჯერ ამორალური დებილობა არის ამაზე საერთოდ ვიღაცის მდგომარეობაზე ხუმრობა მაგრამ მაშინ ეს იმდენად ისეთი თემა იყო რომ გასათხოვი ქალი და რაღაც ამავე ანუ ამაზე ხუმრობები ახლა მაგალითად გავს რაღაცაზე რომ იხუმრო ვიღაცას ანუ რას ხუმრობ ვერ გაიგებს რა მაშინ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რაც გავარდა შენი იყო ის სექსი ლათინური სიტყვა და ქართულად გათხოვებას ნიშნავს მაგალითად სექსი ხო ეს იყო მაშინ შორონ ბეგაშვილს ჰქონდა ძალიან კარგი ისეთი ღამის გადაცემა ჰქონდა და ძალიან ხუმრობისთვის იყო ძალიან ჩვენთვის ბრილიანტი ესეთი რაღაცა იმიტომ რომ მსგავსი ტიპის თამამი გადაცემები არ კეთდებოდა და ამაზე მაშინვე გადაწყვეტ პაროდია გავაკეთოთ ჩავიცვი ჩემი აჟურნი კოლგოტები რაღაც შორენას მაკიაჟი გამიჭირდებოდა ვინც ჩვენას უკეთებდა მაკიაჟს ის მათთან ვიკეთებდი მეც მაკიაჟს და ჩვენ სუპერ გოგუებთან და შაინიკა დამზდებდა კიდევაც პულისებში მოდი ეგეცი მიხედი აგერ შენ აი რო ჩავუარე ამ ქუსლებზე ვარ შემდგარი მოკლე კაბა მაცვია აი პარიკი მიკეთია პომადა და აი წამოდგებილი ვარ და შაინიკას რო ჩავუარე მახსოვს რაღაცას თამაშობდა და კეფიდან დაინახა და მოდი დამზდებდა ხოდა მან ხოდა ხუმრობა რომ სექსი ლათინური სიტყვაა და ქართულად გათხოვებას ნიშნავს ახლა შეიძლება რაღაცას გაეღიმოს თქვას გასაგებია რა ხუმრობა მაგრამ მაშინ ახლა შენს ამბობ გავარდა ერთია ძალიან სასაცილო ანუ მაშინ ეს იყო ძალიან სასაცილო ერთ-ერთი ხუმრობა ახლა რა მაგალითის მოსატანა ზუსტად გასაგებია ახლა ამაზე იმხელა ამბავი არ მოყვება მაგრამ ეგ ხუმრობა მაშინ აი რაღაცნაირ აი ესეთი ხუმრობა
ხო რა, მე კიდე რაც არ მომწონს არის ყოველთვის ადამიანზე შეიძლება როცა ადამიანს ეხება, ადამიანს ეხა, ან ხო არის რომ ხშირად იუმორისტმა შეიძლება იხუმროს ადამიანზე, მისი ცნობადობიდან, პოპულარობიდან გამომაგეთ ცნობილ მომღერალზე შეიძლება რაღაც სკეჩი გააკეთო და პოლიტიკოსზე გააკეთო, ვიღაცაზე გააკეთო. ყოველთვის ვცდილობდი ზღვარი დაგვეჭირა იმაზე, რომ ამ ადამიანზე გვეხუმრა ისე, რომ შენ ხუმრობ მის ან ამ ღერზე ან რაღაცას და იქ არ ყოფილიყო პირადად რაღაცა ყოფილა ეგეთი დისკომფორტი. აკუბარდიას პაროდია იყო ძალიან პოპულარული შენი. აკუბარდიას პაროდია იქამდე მივიდა, რომ სანამ არ დავჯექი ერთხელაც მის სტუდიაში, ჩემს საოცნებო სტუდიაში დავჯექი ბატონ დავითთან მივედი სტუმრად და ეს ჩემი ოცნება იქამდე მივედი, რომ ამიხდა ეს ოცნებს. ხოთა შორის რომ მირეკავდა. აკუბარდი არის მეგონი პირველი ქართული პოდკასტერი. მეც ასე კი, პირველი პოდკასტი ვისაც ჰქონდა არის აკუბარდი. მაგარი შენი. გადიოდა, მაშინ ინტერნეტი არ იყო, მაგრამ სუსტი შენიშნა. ტელევიზიაში ჰქონდა პოდკასტი. სრულიად ეგ ფორმატია პირდაპირ. თავის ყველაფერს გადაწევით და კატებით და კარი მოხურეთ, კარი უბერავს. პირველი პოდკასტი ჰქონდა, მაგრამ აუსტრო YouTube-ს მე მგონი რა. კი, აქუსთან მაგარი იყო. მაშინ მე რომ მივედი მაგასთან, მიუტანე ჯაკუზის ფოტო რა. მაგათ ერთი სტუმარი ყავდა და რა ჯაკუზი რა არის ხსნიდნენ ერთ-ერთი. ჯაკუზი არის ით რა არის? პოლიტიკური გადაცემაში. ხო, გადაცემაში იქ ვიღაც ერთ-ერთ პოლიტიკოსზე, მინისტრზე ამბობენ რომ ის ისეთ ფუფუნებაშია რომ ჯაკუზი აქვს და ახლა ამას აინტერესებს ეს ფუფუნება რა არის? ჯაკუზი რა არის? არის სიტყვას რა არის? რაღაცას უყვებოდა ეს ვაი ჩადიან კაცები, ბევრი კაცი ერთად ჯდება და ბუშტები ამოდის ბიჭო. კაცები ჩადიან, ხო, ისიც იჭერს მეორე. აი ამას უყურებდი, ვაფშე, ახდება საერთოდ ხო კარგა, რა ჯაკუზი რამბავი და ჩემთვის მე სასაცილო იყო ეს ამ ჯაკუზის განხილვა, როგორც ჯაკუზი ბოროტების მანქანა, ბოროტთა თავშეყრის ადგილი, აი თურმე სადიბადება ყველა ბოროტება, კაცები ჩადიან, ტიტულები, აბა რა ყავს რა უნდა და აკენწლეს ეს ჯაკუზი მეგონა რომ არ მეთქი რომ ვიყავი, მეც რამ ყოფი თუ ნაწოლი თუ ჯაკუზი ნანახი რომ მქონდა, მე თვითონაც მეთქი რა მიშველეც და შეიძლება და დიდი საკაიფო ჯაკუზი ვიპოვნე ჩარჩოში ჩავსვი, ფოტო გავაკეთე და მეთქი ბატონო დავით, აი ეს არის ჯაკუზი, რო გაინტერესებდათ, მივედი ჩემი ჯაკუზით იქ და მაგრად კი ვიხალისეთ მოკლედ რა. ჩემი პატივისცემა ბატონ დავით. სხვათა შორის ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც სტუმრად არ მოდიოდა ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენი ხუმრობები დიდად არ მოსწონდა. თუმცა მე რაღაც პერიოდის გასვლის მერე ეგ და შალვა ნათელაშვილი. შალვაც არ გვემეგობრებოდა, იმიტომ რომ არ მოსწონდა რომ ხუმრობდით მასზე და მე უკვე შალვაც დაგვიმეგობრდა და ბატონი დავითიც, იმიტომ რომ ნახეს რომ ჩვენი იუმორის იქეთ ბევრი გზაა, მაგრამ ჩვენი იუმორის გზა არ იყო ცუდი და მავნებელი და მოკლედ დაგვიმეგობრდნენ ისინიც მე ჩვენ. ესეთი რამე არის გამორჩეულიაც გახსოვს რომ ყველაზე მეტად გავარდა, ყველაზე პოპულარული. ან დღესითიც გიხსენებთ. საერთოდ ისე არ მაქვს ხოლმე. ეგ არის რამე გამორჩეული. არ მე თვითონ არ მაქვს, რომ აი რამეზე გითხრა. ჩემთვის იმდენად ერთია ის რაღაცები რომ ვაყერებ და კაცური მაგალითად არის სულ სხვანაირი ფენომენი და მოვლენა რა. კაცის კაცზე რაც გავარდა აი ბოლო პერიოდში რომ იყო და აბსოლუტურად ყველა ასაკის ადამიანს მოუწია ნახვა რა. მე მაგით ხვდები რომ თურმე რა ადამიანებს აქვს შეხება რაღაც სოციალურ ეს ხوار უყურებია ტელევიზორში, აღარ უნახავს იმას ეს ტელევიზორში ნახა პატარა შორტად, მე ეს უკვე ვირუსულად გაგებული რომ ეს გედო ხო პირველი ორიგინალი ვიდეო. ამის ორიგინალი ვიდეო არის მინი პატარა სკეჩივით, პატარა მინი სიტუაცია, სადაც ტიპი ტაქსის მძღოლს რაღაცას ებაზრება, იქ მიდის და ეს პერსონაჟი მქონდა აღება. მე აქედან იუთუბერებმა აიღეს ძალიან კარგად, თვითონაც კარგად გააკეთა, ანუ მათი ამბავი იყო, მე ეს უკვე რომ გავარდა ასე ადამიანებთან, იმიტომ რომ ის ბევრს ნანახი არ ქონდა, მაშინ ამას ვაკეთებდი სატელევიზიოდ, ეს ინტერნეტისთვის არ იყო ეს გაკეთებული, ეგ ხუმრობები, ეგ იყო სატელევიზიოდ, იმ ტელევიზიას მაშინ სადაც ეს გადიოდა, ძალიან დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ახალი ტელევიზია იყო, ასე ვთქვათ და ანუ ბევრი მაყურებელი არ ყავდა. იქაც კი დაიმკვიდრა თავი ამ სკეჩებმა, მაგრამ ასე ვთქვათ, რომ ის იმდენი რამდენმაც ეს გავარდა და ყველა ნახა სოციალური ქსენით, მაშინ ასე იმდენად არ იყო. შესაბამისად, ბევრმა ადამიანმა აქედან ნახა და მე აქედან გაიგეს პლიანად ის რა ხუმრობა იყო და ეგეთი ფენომენია, როდესაც აი შენ აკეთებ რაღაცა სასაცილოს, ხუმრობას, მაშინ სასაცილო იყო, ვინც უყურა, კარგადაც იცინეს, ჩვენიერი იყო, მაგრამ რაღაც წლების მერე ამ ტიპებმა ეს ფრაზა ბიჭერმა ისე კარგად რაღაცაინად ხასიათი დაიჭირეს იმის, რომ დაასვეს თავის ასე ვთქვათ ხუმრობად გამოიყენეს, როგორც ხდება, რაც არის ეს ხრიკი, რომ რაღაც საუნდს იყენებ და მე შენ რაღაცას აკეთებ. აღმოჩნდა ადამიანებისთვის ძალიან მარტივი და სასაცილო. მე მგონი, იმიტომ აღმოჩნდა მარტივი, რომ აი თუნდაც უსიტყვოდა არის რაღაც ხასიათი, ანუ იმ ტიპსაც ხედავ, მის ხასიათსაც ხედავ და ეგ აცის გაცურ აი რომ ამბო რაღაცნაირად უკვე ხედავ ვინ არის ეს რა, აი
და ადვილად გაიგეს და მე იყო ბაღში ჩემს შვილთან რომ მივედი და 4 წლის მეორე ბზიკების ჯგუფიდან რომ ხელჩაკიდებული რომ გამოყავთ საყვარლად ბავშვები და რომ დამინახა და კაცი მეორეს რო უთხრა მაშინ მივხვდი 4 წლის ბავშვი ანუ სულ ეუბნებოდი ადამიანებს რომ როდესაც ძალიან პოპულარული იყო ჩვენი შოუები მშობლები ბევრი მოდიოდნენ და ბავშვები მართლა 4-5 წლის ბავშვები იყვნენ 6 წლის 7 წლის ბავშვები რომლებსაც ეს ჩვენი სკეჩები დაზეპირა იმიტომ რომ ალტერნატივა არ ქონდათ სულ ორი რაღაც იყო მაშინ ან ჩვენც უნდა ეყურებინათ ან Cartoon Network-ისთვის, ან Nickelodeon-ისთვის. თან ისიც უნდა ქონოდათ ტელევიზიაში რომ ეყურებინათ და მთელი ქვეყანა ამას უყურებდა. ჩვენ კიდე იუმორს საბავშვოს ასე ვთქვათ არ ვაკეთებ, ეს არ იყო 5-6 წლის ბავშვებზე გათვლილი იუმორი. სოციალური იუმორის ერთ რაღაცებზე ხუმრობდით, რომ ბავშვის ასაკისთვის არა, სულ ეუნებოდი ყველას რომ ჩვენ ასე სულ, იმიტომ რომ ბავშვი ისეთი რაღაც პაროდიას აკეთებდა, რომ 5 წლის ბავშვისთვის არ იყო ის ნახუმრე, არ დროს გადიოდა იმ დროს, რომ 5 წლის ბავშვმა უნდა უყუროს რა. და ამას სულ ეუბნებოდი ადამიანს, მაგრამ მაინც მაშინ ძალიან ბევრი გვიყურებდა დიდიც, პატარაც და ეხლა ამ ბოლო დროს უკვე მე ვფიქრობ, მშობლებიც შესაბამისი პასუხისმგებლობით უდგებიან, უკვე ხვდებიან მაგალითად ბავშვისთვის რა არის საყურებელი, ახლა უფრო ისეთი საგიჟეთებია ჩვენ არ ვიცი, YouTube-ზე შორტების ჩამოსკროლის დროს ნებისმიერ ბავშვს რაც შეხვდება და რაც ცენზურით მაგალითად ეხლა დასაშვებია და მილიონობით ბავშვი ნახულობს ყველა ჩვენ სკეჩი თუ კი რამე ცუდი ყოფილა რომ გააერთიანო შეიძლება ვერ გადაფაროს ის რა მაგრამ ახლა მშობლები მეტი ყურადღებით არიან ბავშვებთან და რაღაც ესეთ რაღაცებს ასე ვთქვა და მე კი არ ვამბობ რომ ჩვენი პროდუქტი იყო ისეთი რაც არ იყო საყურებელი არ იყო უბრალოდ ამ ბავშვებისთვის რა საყურებელი და ეხლა 4 წლის ბავშვისთვის ბავშვამდეც კი იყო მისული ის რომ კაცის კაცო რაღაც ხუმრობა 4 წლის ბავშვმაც ეს იცოდა ვინ იყო რა ანახი ქონდა რა თან უცნაური აღმოჩნდა ჩემთვის ეგ ამბავიც რომ 4 წლის ბავშვმა ისეთი გახსოვს პირიქით ცუდი ხუმრობა რომელიც თქვი და საერთოდ რამდენიც გინდა იმდენი იქნება ხუმრობა ეს კავენზე იყო ძირითადად რა ეს იყო კავენზე ჩვენი ტკივილი ყველას იქნება უცებად სატელევიზიო მასაკაზე რატო იყო იცი ლაივში ხარ და აი მე არ გაიცინეს შირმის უკან იყო იმ წამიერი ყოველთვის ყველა ხუმრობის შეფასება რა ყველა სცენაზე მდგომა ადამიანმა იცის ეს რას ნიშნავს როდესაც ნაცეკვის მერე გავა კულისში ნამღერის მერე გავა ან რაღაცის გავა და როდესაც პირველად რაღაც გააკეთა და როგორ მიიღო ეს მისმა მსმენელმა თუ მაყურებელმა ეგ იყო რომ იქ იყო საშინელება ხო ტელევიზია კიდე გაძლევდა საშუალებას რომ რაღაცა თუ არ გამოდგა მოაჭრი და ამას საერთოდ გააქრო ფორმატი თუ იყო ეგეთი ან სკეჩის ან რაღაცის და სკეჩი ძირითადად ეგეთი ამი არ ხდება იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანი ფორმატი აქვს ისეთი მუშაობას რომ ხუმრობები ისე ფიქრდება იმდენი ადამიანის იმას გადის რომ ის უკვე აპრობირებულია და გაიცინებენ ამაზე შენ მაყურებელს როცა იცნობ მაგრამ ყოფილა ეგეთი ხუმრობებიც ახლა მაგალითად ძალიან ბევრი სკეჩია მოკლედ ჩემი რომ ეს ნანახი არ მაქვს ნანახი მე თვითონ გადაღებული მაქვს ჩაწერილი მაქვს მაგრამ ნანახი არ მაქვს რა მოუწია ესე რამდენიმეს იმიტომ რომ ის პერიოდი თან ტელევიზიაში მუშაობდი მაგრამ თან ტელევიზორთან ისეთი დამოკიდებულება მქონდა ძალიან ცუდია ეგ როდესაც ადამიანი სატელევიზიოდ მუშაობდა კარგად არიცნობ იმ სივრცეს სადაც შენი პროდუქტი კეთდება მე ყოფილებოდი იმით რომ ჩემი პროდუქტი რაც კეთდებოდა ეს ვიცოდი და მოკლედ მაქსიმალურად ტელევიზორიც კი არ მქონდა სახში ბევრი წელი იყო ისე რომ ეს სატელევიზიო ტიპი ვიყავით სკეჩებში მიიღებდნენ და სახში ის კი არა ტელევიზორს არ ჩართავდა ახლა რაღაცას სხვა არ მქონდა საერთოდ ტელევიზორს სახში არ მქონდა არ ვიცი საიდან და რატო იყო ეგ დამოკიდებულება მაგრამ არ მქონდა ბევრი სკეჩი შესაბამისად ნახი არ მაქვს ეხლა რაღაცებს უყურებ ზოგზე ისე მეცინება აი უცხო ადამიანმა რო უყუროს სხვას ესე უყურებ იმიტომ რომ ხა ნებისმიერ დამეთანხმება რომ საკუთარ თავზე შენ სხვას ვაცინებ შენ თვითონ შენთან იმაზე ეგრე არ გეცინება მაგრამ რაღაცები ნანახი რო არ მაქვს მეც იდიოტივით სულელივით მეცინება და რაღაცები არის რომ აი ხვდები რომ ეს ხუმრობა მაშინ სასაცილო იყო მაგრამ გაყვა დროს და საერთოდ არ მეცინება რომ უყურებ არაფერი არ იქ სასაცილო რა ხო არის ეგეთებიც მაგრამ ვერ ვიხსენებ რა შენი განმსახედიდან აი ახ შენ როგორც აღწერე ეს ეპოქა რაღაცა მანამდე ჩანტლაძე იყო მე თქვა რაღაც პასიანსი იყო მე 105-ის და მე ტელევიზიაში იყო გოგიჩა შუა ქალაქი იყო რაღაც შაბათი შოუ იყო თითქოს რაღაც ახალი ეტაპები იწყებოდა და ეგ გაქრა მე რასაც უყურებ დიდი ხანი აი ბოლოს ვეღარ გეტყვი რომ ბოლო ახალი იუმორი და ვარქვათ ქართული მეგონია რომ აი ის იქ დარჩა და ისე დღემდე იგი იუმორი გო თან ჩვეულებრივი ამბავია ჩემი აზრით და რატო უყურე ახლა შენ რაც ჩამოთვალე ის იყო აი ჩანტლაძიდან რომ მოყევი და საიდანაც რომ მოყევი მაშინ იყო ფაქტიურად ალტერნატივა ამას ბევრი რაღაცის რომ შენ ეს ბევრ ამასთან შეგედარებინა წეგანას ვთქვი რომ კომედის სკეჩების ეპოქა რო ქონდა ჩვენ კიდე აი რომელ ბევრ არხზე სხვა კომედის სკეჩები გადიოდა ანუ ბევრზე ბევრი მე ვერ ვიხსენებ ყოველ შემთხვევაში
კი კარგები ვიყავით, მაგრად ვაკეთებდით, ასე, მაგრამ მაყურებლის თვალით რომ გითხრამე, მაყურებელი უყურებდა იმას, რაც კიდევ ვიმეორებ, რომ მართლა ბავშვს უნდა ეყურებინა ან ჩემი სკეჩისთვის, ან ორი სამულტიპლიკაციური არხი იყო ნიკელოდეონი ან Cartoon Network-ის. დანარჩენი YouTube-ს ის ვერ ჩართავდა. YouTube-ზე შენს პოდკასტს მაგალითად ასე ვერ უყურებდა. კიდე სხვა ადამიანის, რომელსაც გაუჩნდა ამბიცია, რომ მოდი მე ჩემს იუმორს, რითაც დღეს უკვე მაყურებლის არჩევანი უკვე დიდია რა, მაგალითად, მაშინ უნდა დაჯდომოდა ან ერთ არხს, ან მეორე არხს და მოეწონა, всё, აგვირჩია ჩვენ გვიყურებდა ჩვენ და კარგია, კარგ შეშეს აკეთებს და ჩვენ, მაგრამ აი სად ან უცხოურ არხებზე უნდა გადამძრვალიყო სადღაც, ამის საშუალება ყველას არ ქონდა ეხლა, რომ მაგალითად სიტყვაზე MTV-ზე რომ Jackass გადიოდა, საერთოდ რომ ცოდნოდა აქ ვიღაცას რომ ეს გადის, უნდა ყოფილიყავი ამის მოყვარული, უნდა ჩაჯდომოდი ამის ყურება კიდევ ერთხელ ვიმეორო, ანუ არ იყო ეს, რომ ეხლა რაღაცას ვერ უყურე, რას გადაახვევ, ანუ უნდა გეყურებინა და დამთავრ ვერ უყურებდი და ჩაიარა, რას გადაახვევ, არც გადახვევა არ არსებობდა. საერთოდ კიდე რო არსებობს. ხო, ნუ როგორ არ არსებობს, ეგენ ჩემს უკვდავი ადამიანები არიან, მაგათაც ძალიან დიდი გავლენა მოაქვს. კი, აკეთებენ ფილმებად და შოუებს აკეთებენ თავის, იმიტომ რომ ძალიან პოპულარულები არიან და მაგ ჟანრის მამები არიან ზოგადად რა. სტივო არ ბერდება კიდე ხდება. სტივო არ ბერდება, სიგიჟეებს აკეთებს ისე, ხო, ვიმენთან ერთად დადიან რაღაც მაგარ შოუებს აკეთებს. წინ ნახე, ვაფოლოვებ Instagram-ზე და რაღაც ფეხი ქონდა, მთელი ფეხი ქონდა რა ჩაწეთლებული, თუ რაღაც დებილობა გააკეთა კიდე და. კი, მაგით გახდნენ პოპულარულები, რომ ადამიანის ადამიანი როდესაც უყურებდა, იყო მისთვის ეს ჟანრი, სასაცილო, აი ესეთი ჟანრი და ესეთი ჟანრი, ესეთი რამე არ არსებობდა, რომ ვიღაცა თავს ივნებს, ეხლა რაღაც ბოდიში და დუნდულებს გაიხვიტავს და გადაიბავს ტრაკის და გაგაცინებს ამით რა. იბავს ერთმანეთს და ჯაჭვით რა და ამით ან რაღაცა სისულელეს გააკეთებს და ეს ადამიანებს ანუ რაც უფრო დრო გადის მით უფრო მეტი სანახაობა და შოუ გჭირდება იმის რომ ადამიანი გავაცინოთ ეჩო ადამიანი რა ხუმრობას ვაუ ეფექტს რა ვაუ იტყო და ოდესღაც რომ ვიღაცამ რაღაც გააკეთა ახლა უფრო მეტი სიგიჟე და იმიტომაც წამოვიდა როგორი იუმორი იცი რომ ახლა ძალიან პოპულარული არის სხვადასხვა ქსელებში უყურებთ ადამიანებს რომლებიც მაგალითად შემოქმედებითაც შეიძლება დიდად არ იხარჯებოდნენ იუმორზე საერთოდ არც დაარქვა რომ ნააზროვნები ნაფიქრი აქვს რაღაცა აი ტრეშს უწოდებენ ან რაღაც სახელს დაარქმენ რაღაცას თავის სიგიჟეს სისულელეს აკეთებდეს მაგრამ აი ამ სისულელის ყურებაზე იცინი უკვე ანუ ცოტა დამოკიდებულება ასე ვთქვათ როგორც ჩვენ ამბობ შეიძლება რაღაცა ანუ ვიღაცები ადრე თუ უყურებდა რომ აუ ამან მაგარი ხუმრობა თქვას რომ გამაცინოს ეხლა მაგარი სიდებილე გააკეთოს ისეთი რასაც მე არ გავაკეთებ და ამაზე გამეცინება ესეც არის რა იმდენად ისე გამოდის მე უკვე ასაკში ლაპარაკობენ ხოლმე მაგრამ ცოტა ის არ არის დეგრადაცია არ არის ეგა არ ვიცი რა არის დეგრადაცია საერთოდ არ ვიცი რა არის დეგრადაცია მან იმიტომ რომ რა მგონია რომ რაც ხდება ასეა რა ძალიან ბუნებრივი და ადამიანური არის რა ასეა რა დეგრადაცია არის თუ რაც არის ახლა უნდა ინებოს კეთილი იუმორმა და თვითონ იუმორს უყურებდი მაგალითად გუჩას შაბათ შორო იწყებოდა იმის უკან იყო რომ სცენარისტები დაждნელი ფიქრეს გადაარჩიეს გადააკეთეს გაასწორეს და მაგრამ ფორმა უკვე ნამუშევარი იყო მაგრამ ხო არ გაურბიხარ აზრით იმას რომ რაღაცას უყურო შეიძლება გადაიხარხარო მაგრად გაიცინო და არც სცენარისტების გუნდი იყოს უკან ნაჯდომი არავინ არ იყოს და მაგრად გეცინება ეს ადრე არ იყო ადრე რომ უყურებდი დავარცხნილ ტიპებს უყურებდი გამოვიდო და წამყვანი რაღაცას გეტყო და სკეჩი იყო თუ რაღაც მიმდინარეობა იყო ახლა ადამიანებმა დაინახეს რომ არის საშუალება რომ ნებისმიერმა ადამიანმა რაღაც გააგებინოს ან გააცინებს ან არ გააცინებს ან შეაშინებს ან ვერ შეაშინებს ან აატირებს და ემოციას გამაშინ ამისთვის კონკრეტული რაღაცა არხი უნდა მოეძებნა რაღაც ეყონა ახლა ბევრი რაღაც არის ადამიანისთვის სანახავი რომ ნახოს აარჩიოს ამით გაიცინებს თუ იმით გაიცინებს და არჩევანი ბევრი აქვს უფრო იმორს და გაფართოვდა ასე ვთქვათ უფრო გაიშალა მიმართულება რითაც ადამიანები იცინიან მესმის რომ შეიძლება გამარტივდა და წეგან მე ვთქვი რომ აი რაღაც მარტო შარლის ჩახტაზე თუ მიდის იუმორი და თუმცა თუ ადამიანს აცინებ და ეს საზიანო არ არის ერთი გაცინებისთვის ვიღაც არ ზიანდება მაგ შემთხვევაში ყველაფერი მოსულა რა და რა როგორც მიდის ეგრეა რა იუმორი თავის ადგილს იპოვნის აუცილებლად იპოვნის რით გავაცინოთ ერთმანეთს დღესაც ძალიან დიდი უზით მაგარი იუმორი არის ინტერნეტში თითქოს აი გაფანტული არის თითქოს რა ანუ რაღაც აი ესე რომ მოდიოდა ეპოქებად ეგეთი რაღაცა გასწორდა ესე იმიტომ რომ რევოლუცია მოახდინა ზოგადად ჩვენს საქმეში ზოგადად ეს იუმორისტული იქნება თუ ნებისმიერ სატელევიზიო საქმიანობაში ძალიან დიდი რევოლუცია მოახდინა სოციალურ მაქსელებმა კონკრეტულად YouTube-ის გამოჩენა 2006-8 წლიდან ასე აქტიურად უკვე რო იწყებს რაღაც ამბავს რა მაგან მოახდინა ეგ ძალიან დიდი რევოლუცია მოახდინა ადამიანების ცნობიერებაში და ზუსტად მაგით არის რომ ახლა ადამიანებს მოკლედ უფრო
შენ როგორც ამბობდი, ერთ არხს რაღაცას უყურებდა, იცოდა რომ იქიდან ეს იუმორი მოდის, ან მოსწონს, ან არ მოსწონს, თუ არ მოსწონს, არ არის. ახლა YouTube-მა იმდენი რაღაცა აჩვენა ადამიანებს, რომ ადამიანების ცნობიერება ძალიან დამოკიდებულება ძალიან შეცვალა. ზოგადად იუმორს თავი დაანებენ ნებისმიერი, მაგალითად საინფორმაციოს ადამიანი რო იყო დრო, როდესაც ადამიანი მე გეტყოდი შენ რომ რაღაცას და გაზეთში ეწერა და დაამთავრა გაზეთში ეწერა და всё დასრულდა რა, გაზეთში ეწერა. იყო დრო, როდესაც ეტყოდა ტიპი რომ რადიოში გამოაცხადეს, რადიოში გამოაცხადეს, ტელევიზორში თქვეს. ახლა არის რომ საიდანაც გაგიხარ შეიძლება აქედან მალე შეიძლება რომელიღაც ჩემს სტუმარს აქ კონდეს რაღაცა თაჩი გადაუსვას პირობითაც ახლაც არ არის პრობლემა, უბრალოდ არ გინდა ეგეთი ჭიქა, თორე ახლა საიდანაც უნდა იქედან მიიღებს ნებისმიერ ამ რაღაცას, რა და ამან შეცვალა ადამიანს უფრო გაუჩინა რა იცი, ადამიანს გაუჩინა ასევე რაც იქამდე არასდროს არ ქონდა. სადაც არ უნდა მოესმინე რადიოში იქნებოდა, გაზეთში წაგიკითხავდა თუ ტელევიზორში გიკითხავდა, მაქსიმუმ გიყურებდა და შემდეგ რაღაცა ფორმის რეიტინგით, სხვადასხვა ფორმით იყო ეს რეიტინგები, ის გადაცემა ან რეიტინგულად შედგებოდა, ან არ შედგებოდა და ამას თავისი აზრი მაქსიმუმ შეეძლო გაეზიარებინა ოჯახის წევრისთვის, მეზობლისთვის, ან რასაც იცილო, რაღაცას უყურე, რა კარგი იყო, რა ცუდი იყო. ახლა ჩვენს მაყურებელს პირდაპირ აქვს საშუალება რომ დაგიწეროს ამ შენი პოდკასტის ქვემოთ, ეი, ჩიგარო რაღაც არ მომწონს, იცი ეს შენი რაღაც, ან ვახ რასასაცილოა და იცის რომ შენამდე მოდის ეს რა. ანუ ტიპი უკვე თავს თulis რომ თვითონაც ჩართულია შენ საქმეში, რასაც აკეთებ, ეს სასაცილოა თუ რაც არის, ანუ სხვა აქამდე მას არავინ არ ეკითხებოდა, ასე ვთქვათ, ეხლა შეიძლება გაუგებარი რასაც ვიღაცისთვის, მაგრამ ახლა უკვე ადამიანი თulis რომ შენ რასაც ქმნი, მაგის ნაწილიც არის, მას შეუძლია ასევე მისნაირ რამდენიმე ადამიანს მოახდინოს გავლენა შენს კონტენტზე, რასაც აკეთებ, მაგალითად ისინი თვლიან უკვე თავს შენს ტელევიზორის უკან მჯდომ ტიპთან კი არა გაითიშა ეკრანი და დამთავრდა. შენი მიმდევრად, შენს ნაწილად თulis და თან ასევე თulis რომ შეუძლია გითხრას, რომ აი ეს მომეწონა, ეს არ მომეწონა, რაღაცით წაგახალისოს, რაღაცით გაგლანძღოს, მაგალითად ცალკე მიმდინარეობაა, ხო, ეს ადამიანების რომლებიც ჰეითერები ქვიათ თუ რაც არ უნდა ითქვას, ზოგი არის რომ შინაგანი რაღაცა აქ სადღაც ვერ ეუბნება რაღაცას, ვიღაცას და მე ელოდება სადღაც იპოვნის, რომ იქ მაგალითად ეს თავისი უარყოფითი რაღაცა იპოვნოს რაღაცაში ცუდი, მოძებნოს. არ ქონდა ამის საშუალება, ყველა თავისთვის ინახავდა იმ კმაყოფილებასაც, უკმაყოფილებასაც. ხომ ეთანხმები შენს რომ ძალიან დიდი სხვაობაა მაყურებელში ახლა, როდესაც ეხლა რაც ხდება და მაშინ როდესაც მე ტელევიზორში დავამთავრებდი, კარგად ბრძანდებოდეთ ერთმანეთს შევხვდებით ამ დღეს და იმ დღემდე ვერაფერს ახლა აღარ ჭირდები, მაშინ ჭირდებოდი, სხვა გზა არ ქონდა და სიცილით უნდა და რაღაც ტელევიზორი უნდა ჩაერთო რაღაცა და ეხლა თვითონაც იპოვის. ხო, არ ვიცი, ჭირდები აი ეგ როგორ არის ამბავი, მაგრამ მე ამაში ძალიან ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია, იმიტომ რომ ადამიანი უკვე ჩაერთო თვითონ თავისი თვითონ არის უკვე ჩართული რა შენ ამბავში და შეუძლია რაღაცა მოუწონს არ მოსწონს და დასწეროს და თან სხვებიც უკვე შენთან ერთად არის სხვების როგორც შენ სხვებისთვის რაღაცას აკეთებ მასაც შეუძლია შენი შეფასება გააკეთოს ასევე და იცის რომ შენი შემფასებლების სხვები მის ნათქვამსაც იქ კიდე ყურადღებას მიაქცევენ ახლოს სხვა ამბიცია აქვს უკვე შენს მაყურებელს შესაბამისად რეაგირებს მე კარგი კომედია გულსოდის ნახე გახსოვს ფილმი ეხლა შემიძლია ჩამოვთვალო რაღაც კომედიები ბოლო პერიოდის. მოკლედ ბოლო პერიოდის ფილმებიდან ახლა უცებ რაც მახსენდება ჩარჩენილად ეს იყო ზოგადად საერთოდ მოდი პირველ ადგილზე ვიტყვი ყველაზე მეტად გავლენა იყო ჯიმ ქერის ეპოქა ჩემთან და ის იმ პერიოდის ამბავი და ჯიმ ქერის დღემდე ლეგენდად და საოცრებად ვაღიარებ რაც არის იმად. მაგრამ საშა ბარონ კოენმა თავისი იუმორის ფორმით რაც მოახდინა, ჩემთვის არის ეგეც სოფლიო იუმორში რევოლუცია რა, ეგეც უკვე კაი ხნის წინდელია. კარგი ხნის არის. ამას იმხელა, ნუ აი ბოლო არ ვიცი რა, ვერ ვიხსენებ ესე უცებ, თუმცა რომ მითხრა, კი, ნახე და ძალიან სასაცილო ფილმი იყო, მაგრამ ჰენგოვერები იყო კიდე, რომელიც ჰენგოვერების ჟანრიც ძალიან კარგი იყო, რაც ახლა ბოლოს მახსოვს კომედიების და არის ძალიან ჩემთვის შენ გახსოვს რამე ბოლო კომედია. მეც არ დიდი ხანი არ მინახე კაი სასაცილო ფილმი და მაგით. ანუ ახლებს გულისხმობ რა არ გამოდის რა და. ხო, არ ვიცი, რაღაცა. ბარონ კოენის რომელი? ბორატი თუ? ბარონ კოენის ბორატი, ბრუნოც, ნებისმიერი გარდამძმები აგენტებისა, ისიც კარგია, მაგრამ იქ ცოტა სხვა იუმორი აქვს უკვე ესეთი. აი წეღა რო თქვით რომ ეგეთი იუმორი რაში ჭირო, მაგრამ აი ეს ეთყობა მე ხელმწიფე რო არის, რასაც უნდა იმას აკეთო. ბრუნომ ზოგადად, ბრუნო არა ბორატის ნახვამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე, არა მაგრამ ჩემზე თემსოფლიოზე და იუმორზე, იმიტომ რომ რა ფორმატითაც ტიპმა იუმორი, ფილმი იუმორისტული გადაიღო და მე მაყურებელს აჩვენა და რა ეფექტიც მოახდინა, ჩემთვისაც იგივე იყო, ძალიან სასწაული იყო ჩემთვის ბორატი, ანუ აქვს ასევე საშა ბარონ კოენს კიდე ესეთი Who is America, პატარა ასა გენიოსია რა ტიპი, ისეთ აი ზუსტად იმ ამერიკულ რაღაც
ამერიკულ რაღაცში და ამერიკულ ამბებს ისე ხუმრობს და ისე გაჩვენებს, საერთოდ რო არ იყო იქ ნამყოფი, საერთოდ რო არ იყო რაშია საქმე. მოკლედ აუცილებლად მიხვდები ეს რა ამერიკული რა ფენომენია, რაზეა საუბარი. სხვათა შორის წეღანო მითხარი, ის ხუმრობა რო გამახსენე, სექსი ლათინური სიტყვა და ქართულად. ბოლოს რო ვიყავი შტატებში, ამერიკაში, არ ვიცი რა, შემეშალა ბოლოს ოდის იყავიო რომ მკითხა მესაზღვრემ. უთხარი რომ მეთქი რაღაც წელი უთხარი 2012 თუ რაღაც. არ მახსოვდა რომ იმის მერე კიდე ვიყავი 2014-ში და ეს ჩამეძია რატო და ეთყობა იქ წესით ესეა რომ უნდა უთხრა ბოლოს ოდის იყავი, ავიცი და არ მახსოვდა. ამის გამო შემექნა პრობლემა რომ ამ ბოლოს ოდის ამ დროს ვიყავი მუნტკიცებ რომ მეთქი ამ დროს ვიყავი. და იმის მერე რო არ ყავს არ ახსოვდა და ამის გამო რაღაცების გამოკითხვა დამიწყო, მაგალითად ხობა მაგჩვენე შენი სოციალური ქსელი რაღაცები და მე რო ნახარო ეს იუმორისტი ვარ და რაღაც და უკვე შემი მეგობრდა ასე ვთქვათ რა და შეგიძლია ორამე ხუმრობა მითხრაო ესეთიო რომ გამეცინა ეხლა ეს კაცი რაღაცზე გაწალძე და დედამთილზე ვეხუმრე ხან წურამი გაუცოცხლო თუ რა გავაგებინო ამას და აი ხუმრობა უთხარი სექსი ლათინური სიტყვა და ქართულად გათხოვებაზე მეთქი ანუ ხუმრობა კარგი მეთქი ერთ ხუმრობას გეტყვი მეთქი რომელიც ჩემ ქვეყანაში სექსის დამოკიდებულებაზე და თუ გაიგებ მეთქი გაიგებ რაღაცას და უთხარი ეს ხუმრობა უთხარი და მოისმინა ეს ხუმრობა და აი იმასაც რომ განუმარტე მე ხუმრობის ახსნა დამჭირდა. აი ეგეთი არ მქონია არასდროს ხუმრობაზე ან იცინოდნენ ან არ იცინოდნენ. ეგეთი ხუმრობები არასოდეს არ მიწევდა რომ ეტყვი ვერიცინი და მე აქ იცი რა არის აი ანეკდოტს რომ მე ბოლოდან ყვევი. და ამ ტიპმა მე ატეხა ხარხარი რომ ხუმრობა ავუხსენი. ხუმრობა რომ ავუხსენი იხარხარა iciნა. ხუმრობა ხარი ვერ გაიცი ვერ გაიგო ვერაფერი. ნუ კონტექსტით ჭირდება. მე მიხვდა რა ასნი ანუ ეხლა როგორ უნდა გააგებინო ამერიკელს. ის რაზეც ჩვენ აქ ხუმრობდით მაშინ იმისთვის გაიგო მას მიხვდა რა. კაი, პატარა შესვენება, სოკოლის შეკითხვა გვაქვს, შეისვენე დავის ენერგიით და როგორ ისვენებ შენ საყვარელი დასვენება რა არის? ჩემი საყვარელი დასვენება არის არა ერთ კონკრეტულ ადგილას ჯდომა და ლამაზი ზღვის ბუნებით, ან რითაც სიამოვნებს ძალიან და კაი ბუნებაში ზღვის პირას იქნება თუ სადმე იქნება. ჩემი დასვენება უფრო აი გარეთ მიდის, ბუნებაში მიდის, თევზაობაში მიდის, მოტოთის სიარულიში, ტყეში, ფოთლებში და ამის ადამიანი ვარ. ქარის, მზის, წვიმის, ფოთლების, ჭიტების გალობის და ჩემი და თუ დასვენებაზე მიდის. საუბარი ჩემი დასვენება არ მიდის იქეთ რა თქმა უნდა აქტიური გართობა მიყვარს, მაგრამ აქტიური გართობა აქტიური სხვა ტიპის რაღაცაა და აი დასვენება და კარგად და მშვენივრად ჰარმონიულად ყოფნა ეგ არის. ჩემი დასვენება მიდის მაგეთ მოგზაურობაში, ბოდიალში, სიარულში რა. ოღონდ მოგზაურობაც ისეთი არა რომ მაგალითად ჩავიდე სადმე და დავისვენო ძალიან კარგ რეზორტში, სადაც ვიცი ჩემი სამკვეთჯერადი კვების მენიუ, ვიცი ამ რეზორტში რა კარგი სპა და რაღაც შემოთავაზებები მაქვს, იქ რა ჯაკუზი, უკვე ნამყოფი ნაჯდომი რო ვარ თუ ნაჭყუმპალავები ჯაკუზიში, ეგ არ არის, არ ვირჩევ როგორც წესი მე ამ ტიპის დასვენება. დასვენებას თუ ვირჩევ, წავიდე სადღაც, ვნახო ახალი ადგილი და ვნახავ ახალი ადგილი გარეთ ბოდი ანუ აი ხო არის მაგალითად ჩახვიდე სადღაც ქალაქში და ახალი ადგილის ნახავ იქაური სამზარეულო ნახავ იქაური კონცერტი ნახავ იქაური მუზეუმი და ადგილები და ასევე არის ჩემთვის გარეთ ქუჩაში და რა თქმა უნდა სადაც არ უნდა წავიდე ჩემთვის საინტერესო ადგილებში მივდივარ მაგრამ ჩემი ყველაზე მეტად რითაც ვისვენებ რითაც კარგად ვატარებ დროს და რაც დასვენებაზე არის როდესაც ახალ ქალაქში ან სადღაც ახალ ადგილას გარეთ სივრცეს ათვალიერებ ახლა ეს არქიტექტურა იქნება იქაური პარკი იქნება თუ რამე იქნება უფრო ბუნებაში გართობა დასვენება ძალიან მომწონს რა ძალიან და მოგზაურობა მოტოთის დადიხარ კი მოტოთი დავდივარ ახალი კანონი შეგეხო ახალი კანონი ჩემს მაყუჩების კანონი ვიცი მაყუჩების კანონს რაც შეეხება ახალი კანონი სხვათა შორის ვიდრე ამოქმედებოდა ქვეყანაში მე ჩემს თავს დაუწესე რაღაც პერიოდის მე ეს შეიძლება მე გვიან ნახონ და იქ აღარ ახსოვდეთ რა იყო და ვიტყვი მაგრამ ხო ანუ რო ხმაურის რაღაც დონეს მაყუჩებზე არა ქარხნული მაყუჩი თუ უყენია აქ პრობლემა შეიქმნა ერთ რამეზე მოდი ახლა ცოტა ნათქვამი არის გამხელის ჯობსო თუ რაღაც როგორ თქვა მე მოტო მოყვარული ვარ ძალიან მიყვარს მოტო ბავშვებიდან მიყვარდა და როგორც საშუალება მომეცა დავჯექი ამ მოტოციკლზე დავდიოდი თბილისის ქუჩებში დავქროდი ბევრი წლის წინ იყო ეს 23 წლის წინ იყო როდესაც ჩემი პირველი მოტოთი თბილისში დავდიოდი შეგნება არ მქონდა მაშინ საერთოდ ის რომ მე მაგალითად ღამით დაძინებულ ჩუმ ქუჩაზე რომ ბხავილით გავივლიდი რომ ამით ვინმეს ვაწუხებდი აი მე ვაღიარებ რომ მე არ მქონდა ამის შეგრძნება იმიტომ რომ მოტოთი სადღაც ქუჩაში ღამით მივდიოდი
შეგნება არ ქონდა იმდენი რომ ამ დროს ეხლა შეიძლება ეძინოს ვიღაცა ადამიანს ფანჯარასთან და მისთვის საოცნებო ყოფილიყოს ამ ღამით დაძინება და გავაღვიძო და ვეღარ დაიძინოს დილამდე. ან ვიღაც ავად იყოს, ან როგორც იქნა, ამის შეგრძნება არ ქონდა. ეს მე საერთოდ არ მაწუხებდა. მოტო მყავდა და მოტოციკლეტიანი ბიჭი ვიყავი და რისთვის მყავდა ეს მე. ის ვიღაცა მე ვარ, მე ვცხოვრობ გზაზე და ის ვიღაცები მე ყველა გავიცანი და სხვათა შორის კიდევ ერთხელ ესა ყაზბეგის და პეკინის ქუჩის კვეთაზე კიდევ ერთხელ მაცხოვრებლებს რამდენიმე წლის წინ მოტოთი ხეზე ასვლას ვცდილობდი, კიდევ ერთხელ ბოდის უხდი და არ მომბეზრდება ამ ბოდიშის მოხდა, იმიტომ რომ მოკლედ ცუდად მოვიქეცი ეს ბევრი წლის წინ. ხო და მე მეც მივხვდი ერთხელსაც რომ არ უნდა მოვიქცე ესე ვიღაცები არ უნდა შევაწუხო ხმაური. ძალიან ცუდია რა, აი ძალიან არა ადამიანურია თუნდაც მანქანით რომ მიდიხარ, შენი ბავშვი მიყავს ბაღიდან რა და სადღაც ან ბაღში მიყავს ან არ აქვს მნიშვნელობა. ან საერთოდ არ ზის ბავშვი შენთვის წყნარად მიდიხარ. ამ დროს რომ მე გავერჭობი შენს და მეორე მანქანას შორის, ნუ კარგი ამ პრივილეგიითაც ვსარგებლობ რომ გავძვრე და იქაც ასე სისულელები ჩამიდენია, მე ახლა სხვას არ მოძღრავ, მე რა გამიკეთებია და რა არ უნდა გამეკეთებინა რომ იმ დროს მაგ დროსაც ვიცით ხოლმე რომ აი წავა მოილებთ რომ აი გამატარე რა, თან მოტოციკლეტისტებს ეგეც გჭირს ცოტათი რომ ეს 4-ბორბლიანები სხვა ხალხია და დაღოღავენ აქ რა და ეგენი რო არა ჩვენ ძალიან თავისუფლად ვივლიდით. ყველა მიყვარს ვინც 2-ბორბალზე ზის და მათი ბორბლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ფაქტია, მივადგებით ხოლმე ვიღაცებს და აი ავტეხავთ ლიწინს ბრახ ამ მანქანაში ბავშვი შეიძლება ისე შეეშინდეს, რომ იმას ექიმი დასჭირდეს და ფსიქოლოგი დასჭირდეს, რომ რაღაცა შიშისგან მოკლედ გათავისუფლდეს. ასე რომ მინდა ვთხოვო ყველას მე არავიზე ნაკლები არ მიხმაურია, აწიც მომიწევს ალბათ რა ვიცი და შეიძლება შევაწუხო ვიღაც ჩემი ხმაური, თუმცა გააზრებულად ვარ და ვეცდები რომ არასდროს ეგარ გავაკეთო, მაგრამ ერთ დღეს მივხვდი მაგას, რომ მოტოთი რომ მივდიოდი სახლში, კორპუსში ცხოვრობდი. კორპუსამდე ღამით უკვე რომ მივდიოდი, აი ვაჩუმებდი ამ მოტოს, ვაჩერებდი და ხელით შევაგორებდი ეზოში და ხელით გამოვაგორ. დღე თუ იყო უკვე დავქოქავდი და გამოვიდი, მაგრამ თუ ღამე იყო და გვიანი იყო და ვიცი რომ ეხლა ჩემი ხმა ვიღაცას გააუბედურებს. ამას ვაკეთებდი, ამას მივხვდი დაუწესე მე ჩემს თავს მე თვითონ ცენზურა, თორე აი ისეთები გამიკეთე, ალბათ იმდენ ადამიანს ყავარ ნაგინები, იმდენს ყავარ დაწყევლილი რომ მაგის მეტი ჩემგან ხმა არ გაეგოთ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრჯერ მექნება ეს ცუდი საქციელი ჩადენი. მე დღესაც გავიაზრე მეც რომ არა ადამიანურია ეგ საქციელი და ახლაც მომწონს ხმაურიანი მოტოები, ახლაც ჩემი მოტოთი შემიძლია სადღაც ხმაურიანად გავიარო, მაგრამ ამას ვიზამ, როდესაც გავალ ქალაქიდან, გახვალ ავტობანზე, შესაბამის სიჩქარეზე, შესაბამის ბრუნზე ძრავის, ის ცოტას იხმაურებს, მაგრამ შენ შეგიძლია შენი მოტოთი სადაც გინდა იხმაურო, სადაც არავის შეაწუხებ და შეგიძლია სადაც ვინმე შეაწუხებ, იქ წყნარად გაიარო. თუ იმ დონეზე არ ხარ გაგიჟებული, რომ მოაცალე ყველაფერი და თელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ შენ რაღაც ჯართი მოტოთი დადიხარ და დღნავის ეს არის შენი ცხოვრების არსი რა. დანარჩენი ნებისმიერი ბაიკერი დამეთანხმება ძალიან ხმაურიანი მოტო, ჩემს მოტოსაც ხმაურიანია, მაგრამ თუ შენ წყნარად დადიხარ, ეს გათვლილია იქ რა, იმ მაყუჩით, თუ შენ წყნარად დადიხარ, საცხოვრებელ ზონაში ან სადღაც იქ არავის არ შეაწუხებ. მაგრამ თუ იქ იბღავლები ისე რომ სხვათა შორის ერთი მეგობარს ამას წინად მეგობრის მოტო გამოვიყვანეთ, რომ დაგვეხოხა გაგვეტარებინა მისი მოტო და ხმა ქონდა იმდენად დიდი ხმა და ამ დიდხმიანი მაყუჩი იმდენი ფული იყო გადახდილი, რომ ვიღაცა საერთოდ აჩუქა, რომ ძალიან დაბალფასიანი დაეყენებინა თავისზე, რომ ხმა არ ქონოდა. და ერთ-ერთ გამოსვლაზე, რომ ჩვენ ამის მოტო გამოვიყვანეთ რაღაც მოკლედ ტექნიკური ამბის გამო მე და ჩემი მეგობარო საბურთალოდან, ანუ ქოქავდით, ახლა უნდა დაგვეკოქა, რომ ერთ სადღაც მიგვეყვანა მეტი არ. იმხელა ხმა ქონდა. ანუ გინება ხო ის გინება კი აი ტიპი ტიტველი აივანზე იდგა, ანუ თვითონაც ყველაფერი დაკარგა ძმამ რა და აი აივანზე იდგა და როგორ გულტიანად იგინებოდა, იცი და აი აქედან კი არავის არ უთქვამს, რომ ძმაო ვის აგინებ მოიცა ცოტა ხმაურია. არაფერი, ოღონდ არ დაემატებია იმაზე კიდე გინება. ყველაფრის ღირს ტიტველი ტიპი იდგა, არაფერი აღარ აინტერესებდა. და აი ესე იქნება პირდაპირ გვაგინებდა და მზად იყო ყველაფერი გაიკეთებინა, რასაც იძახდა რა. ასე რომ მოკლედ მე თვითონ ვარიდებ ახლა მაგას თავს და კანონს რაც შეეხება თუ გვიყურებენ ახლა ადამიანები, ვისაც ან ყავს ან არ ყავს და აწი უნდა გამოცდილი 2-ბორბლიანი მეგობრები, ყველა მიცის რომ სხვას მაქსიმალურად ყველა ცდილობს რომ სხვას პატივისცეს და კიდევაც წუი ვართ, კიდევაც ბღავი ვართ, მაგრამ ამ შესაბამის ადგილას გავაკეთებ და დანარჩენებს მაინც ურჩევ რომ უკეთესია იმისთვის რომ მომავალში უფრო მეტი პოპულარიზაცია მოხდეს მაგ ტრანსპორტის, უფრო მეტად უსაფრთხო იყოს, მძღოლებმაც კიდევ უფრო მეტად გაგვითვალისწინონ, მეგობრულები უნდა ვიყოთ, არ უნდა მიადგე და აი ეს რო საცობში დგას ისედაც და ვერსად მიდის და შენ თუ 10 სანტიმეტრს გაწევ და აქ გაივლიდი, მაგრამ იმას არ შეუძლია გაწევა. აი ბრა და რო უყურებ, აი მის მკაცრი სახით რო ვერ მხედავ აქ რაინდი ჩემს ხენზე გავარ შე 4-ბორბლიანო ზონზო, გამიშვით აქედან
თუ ვინმე რამეს გაწყენინებთ, გაეცით იმას პასუხი, ზედ გადაუარეთ თუ გინდა თქვენი მოტო თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ იგი დაბრეული მძღოლი რო დგას და ვერ გატარებს, იმას კიდე არ უნდა აუტეხო ცივილ-კივილი და მეზობლებსაც ზანუ დააფრთხოთ საკმარისად აქვს ჩემთვის ნაგინები და ახლა თქვენს გადაგინაწილებთ თუ მაინც და მაინც გინდათ აგინებინებს თავს რა და შეაზიზღებთ ამ ტრანსპორტს. თხოვნა იქნება ეს ჩემი დანარჩენი ვისაც როგორ გინდათ ისე იარეთ რა თქმა უნდა. კაი და კიდე ერთი თემა დაგვჭა. ისე იუმორსო დაუბრუნდეთ ხელოვნური ინტელექტი თუ ჩაანაცვლებს შენი აზრით. ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს მაგაში მგონია რომ იუმორს ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს. ეხლა ხელოვნური ინტელექტს დავაწერინე სამი ხუმრობა და ეს განვიხილოთ თუ გინდა და თუ შეგვიძლია გავადამიანუროთ, მაგრამ მანამდე შენი აზრით ხელოვნური ინტელექტი მე მაგაში ვერ შეხვდით. ხელოვნური ინტელექტი არის საოცარი რამ, რაც ადამიანებმა შექმნეს და ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს ის ადამიანებს, რაც ვიცი, რაც ცუდს რასაც მოუტანს ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ იუმორს რაც შეეხება მაგაში დარწმუნებული ვარ და მგონია რომ ისეთ რაღაცეებს, რაშიც ადამიანის მარტო გონიერება და მისი ინფორმაცია რა აქვს, როგორ უნდა გააკეთოს იუმორი, რამდენად ნაკითხი, ეს არ არის რა. აი ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლეს, მგონია, ვერც ძალიან ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, რაც მე შეხება მაქვს მასთან, ის ბევრ რამეში შეიძლება იყოს ადამიანური კი არა, ზეადამიანური და იმიტომაც მოგწონს მისი ხელოვნური ინტელექტობა, მაგრამ რაღაცებში ადამიანური ვერ არის. მაგალითად, თუნდაც ჩვენ რაზეც იუმორზე რამდენი ვილაპარაკეთ, ხო? აქვს მნიშვნელობა ხუმრობას სად იტყვი, ვისთან იტყვი და ვის გააცინებ. რაღაც საზოგადოებაში სასაცილო იქნება, საქართველოში რაღაცაზე ჩვენ რო ვიცინით, კიდევ ერთხელ სადღაც ვიღაცები შეიძლება არ იცინონ, იქ რაღაცაზე იცინიან, ყველაფერი რაღაციდან გამომდინარეობს და ხელოვნურ ინტელექტს ალბათ ვიღაც არ ვიცი მაგდონეზე ხუმრობას თუ დააწერინებს ისევ ადამიანის ჩარევით და ყოველ მერე გაათლევინებს, ამა თვითონ თუ დაუწერს ხუმრობას ხელოვნურ ინტელექტს, ის დაწერს რა თქმა უნდა, რაღაცეებს იტყვის, მაგრამ ალბათ იქნება ისეთი, მაგალითად, კარლ, თქვენ წერონ ჯიბეში რაღაც 10 ცენტი გედოთ, ახლა რამდენი გიდევთ? და ისე უბნება 5, როგორ 5 თქვენ ხომ 10 ჩაიდეთ? ჯიბე გახრეტილი მაქვს, ფრენკ. აი ესეთი ხუმრობაც მაქვს. ხო, ესეთი ხუმრობაც მაქვს წაკითხული იუმორის წიგნში, მაგალითად, რაღაც ერთ-ერთ ბრიტანულ იუმორის წიგნში, რომ ერთი ტიპი მეორეს ეკითხება და ამას პასუხობს ის და ეს იუმორია, სასაცილო. აი მსგავსი რაღაცებს დაწერს. აი ბრიტანული რო ახსენე, ეგ სტერეოტიპი ხო არის, რომ ეს უცნაური, თქოს არასაცილო იუმორი არის და მე ეგ რისიბრალი მგონია, იცი, რომ ცუდი ნათარგმნი მოდიოდა ჩვენამდე. გაზეთში სადაც ნახულობდნენ ბრიტანულ ანეკდოტას, ძალიან ცუდად თარგმნიდნენ. და მე დაერქვა რომ რაღაცებზე იცინიან. ბრიტანულ კომედიებს რო უყურებ, ძალიან მაგარი უცნაური აქვს. ხო და უცნაური კი არა. ალბათ სოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაგარია. არა, მე გეტყვით ერთ რამეს, ვინც არის ბრიტანული იუმორის მაყურებელის და მეთანხმება. შენ თვითონ უნდა ხვდებოდე მაგათ სტილს იუმორის. თორე გადათარგმნი კიდევაც იმას, რაღაცები კარგადაც შეიძლება თარგმნო, მაგრამ აი მაგათი ხასიათი უნდა. მაგალითად ახლა ჩვენ ახსენეთ მამები, იქ ჯეკესები ვიღაცები. ფრინავი მონტი პაიტონის ფრინავიც ესეთი იყო რა. ფრინავიც ესენი ლეგენდარი კომედიის იმაში ხო ისტორიაში. ლეგენდა, ანუ ჩემთვის ეგენი ამანაც იმ ხელა გავლენა, ანუ ბრიტანული იუმორში იყო ყველაზე გამოკვეთილად ჩემთვის. მაგალითად არის თეთრი იუმორი, შავი იუმორი, არის ძალიან აბსურდული იუმორი. ამათ ეს ისე აქვს გაკეთებული, რომ ანუ ძირითადად ბრიტანული იუმორი იყო, არის რაც პოპულარული და რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, ძირითადად არის ესეთი იუმორი, რომელიც უნდა გაიგო, რომელსაც ანუ ხო რა, მარტივი, იმდენად მარტივი იუმორი არ არის. მე უფრო ანუ ვიტყოდი ბრიტანული იუმორზე. არა და მარტივიც აქვს, რომელიც მაინც ბრიტანული სტილით მარტივია. თავისი ხაზი აქვს რაღაცა რა, ეს რაღაცა ბრიტანული იუმორი, რომელიც მე ძალიან მომწონს. ხო გეუბნები კიდევ ერთხელ მონტი პაიტონის ფრინავი ცირკი, მაგის სკეჩებს რო უყურებდი და რაღაცებს უყურებდი, ანუ დღესაც კი სოფლიოში იუმორის ძალიან ბევრი მიმდინარეობა, მათი ნახუმრებიდან არის რაღაცები რა გაკეთებული, მათი იუმორისტული კონცერტები ჰოლივუდში 70-იანი წლების არის, მგონი მათი კონცერტი ზოგადად აბსურდული სკეჩები ქონდათ ხო? აბსურდული, აი ეგ არის ზუსტად იმ აბსურდში, აბსურდული და მანდ თუ არ გაყევი, ვერ გაიგებ უბრალოდ მიხვდები, რომ ეს რაღაც აბსურდია და რა არის აქ სასაცილო, მაგრამ აი მაგ აბსურდით სასწაულები აქვს. მაგალითად დიდარი ადამიანები რომ შეხედან და ეჯიბრებიან, რომელი უფრო ღარიბი იყო, ამაზე რომ გაქვთ თელი სკეჩი აწყობილი, დიდრები რო ეჯიბრებიან, ჩვენ ისეთი გაჭირვებულები ვიყავით. და ამაზე აქვს თელი სკეჩი ადამიანებს აწყობილი, რაღაც სასწაულია, იქაც კლასიკა. მაგრებია ხელოვნური ChatGPT-ის დაწერილი პირველი ხუმრობა. აუ მაგრად მაინტერესებს. ეს დაუწერე რომ სამი ხუმრობა დამიწერე შენ რაზეც თვლი სააცილოა თქო რა. ყოველდღიური სიტუაცია ესეთი ეს არის. დილით როცა მაგვიძარა რეკავს, ჩემი ტვინი ამბობს, დაელოდე ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აი ეს არის პირველი ხუმრობა. მოდი ჩავწერ. რის თქმა უნდა. მოდი ჩავწერ. დილით როცა ახლა ისე არ გამოგვიდეს, რამე არ გამოგვეპაროს და ახლა ამ დროს შენი მაყურებელი ხარხარებს და რა ვერ გაიგეთ თქვი იდიოტო დილით როცა მაგვიძარა რეკავს, ნუ იმას არ დაწყებულა თუ არ დასრულე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მიმდინარეობს.
და როგორ არის კიდევ ერთხელ თუ შეიძლება ხუმრობა? პოდკასტში? ჯაბარას პოდკასტში თუ შეიძლება? დილით როცა მაგვიძარა რეკავს, ჩემი ტვინი ამბობს, დაელოდე, ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ანუ ნუ გაიღვიძებო ეთყობა. იქნება მე გაჩუმდესო ალბათ. ხო, ჯერ რაღაც არ ვიცი, აი მოდი ვეცადოთ ამ უხსნათ ისე რომ თავად მას არ ვკითხოთ რისი თქმა უნდა ჩვენთვის. არ ვიცი რაღაც არის, მაგრამ მასში ეთყობა ინტელექტუალურად სასაცილო, ისეთი რომ ჩემი ინტელექტი ვერ წდება. ხელოვნური ინტელექტია. შეიძლება ბრიტანულად მოიფიქროთ, ზოგადად განმოგვითარგმნა რა. ან სადღაც რაღაც ნახა მაგტურამ რა და იქ დამიქსა ისეთი რაღაცეები, რომ ის სხვა ხუმრობა, არ ვიცი, მართლა ვერ ვიგებ რისი თქმა უნდა და ანუ სასაცილო რომ არ იყოს, მაგრამ მივხვდეთ რა არის სასაცილო. ან ასეთები გონივართ ChatGPT-ს რომ ამაზე გაიცინება. ისი თქმა უნდა და არ ვიცი, სად მიდის რამეზე სიზმარში ჩაძვრა, ვითომ თუ რა უნდა, არ ვიცი, აზე არ ვარ. ალბათ აი ჯერ რო ვერ გავიწევს ბუნდოვანებაში რო ხარ. მოლაპარაკები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. რა უნდოდა საერთოდ? იქნებ მეორედან მიხვდეთ პირველში რა უნდოდა. მეორე არის ფინანსურ თემაზე. ფინანსურ თემაზე ძალიან კარგი. ვიჭო რა მაგარი. ჩემი ფული იმდენად მოკრძალე. ოღონდ როგორ რაღაცა იცი ხა ზუსტად იგივე კითხვა შენ რომ მიწერო შეიძლება სხვა რაღაცა დამიწეროს კი. ეგ შენთან ესე გადაწყვიტა რომ ჯაფარას ესე სიამოვნებაო ამაზე მოკვდება სიცილითო რა. შეიძლება. ფინანსურ თემაზე. ჩემი ფული იმდენად მოკრძალებულია რომ როგორც კი ხელფასი მოდის, ეგრევე მიდის. გასაგებია. ეს არის უკვე ეს ჟანრია, ჩემი ოქრო ჩუმადარის სხვისი ბამბა ჩხრიალებს. შეიძლება. ეს გადმომითარგმნა თანამედროვე ენაზე. ჩემი ფული ხელფასი ისეთი მოგრძალებულია, გასაგებია, ხელფასის სიმცირე. მან მოიფიქრა, მან იპოვნა ყველა ადამიანისთვის გასაგები თემა, ეს არის ფული. შემდეგ ფულს როგორ მოიპოვებთ ხელფასით, ეხლა რაც შეიძლება მეც გავაცინებო და არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ კარგი ხალხო რა გჭირთ, თვითონ თქვენამდე მეტი ხელფასი რა საჭიროა, არ არსებობს, ხო დედამიწაზე ესეთი ადამიანი. არ არსებობს. ახაც დაგვიჭირა ამოხერმა და მე რეიფიქრა მადი გავაცინებ მაინც რომ ხელფასი მოსვლისთანავე მიდის ეგრევე რა და ანუ ისეთი პატარა ხელფასი აქვს რომ მოსვლისთანავე მიდის. შეიძლება კაცმა გულიანად გადაიხარხაროს აქ. ანუ აქ შეიძლება სიტყვა მოკრძალებული შეცვალო ისეთ სიტყვით რომ მე საცილო გამოვიდეს რა. მაგალითად ჩემი ფული ისეთი მოკრძალებულია? ისე ჩემი ფული იმდენად რაღაც რომ როგორც კი მოდის ეგრევე მიდის. იმდენად ნაბოზარია, როგორც კი მოდის ეგრევე მიდის. აი პირდაპირ ამ უწმაწური სიტყვით პირდაპირ, იმიტომ რომ მაღაზიაზე ცუც ფული არაფერს არ აკეთებს, როცა ასე უკითხავად მიდის. ხო, უზრდელი? ტუტუცი. ჩემი ფული იმდენად ჩემი თავზე ხელაღებულია რომ როგორც კი მოდის ეგრევე მიდის. იმდენად მერყევი ხასიათი აქვს, როგორც კი მოდის ეგრევე მიდის. საინტერესოა, შეგვიძლია მან რაღაცები ჩავანაცვლოთ და უფრო სასაცილო გავხადოთ ეხუმრობა. ხო, მან ბევრი შრომა დაჭირდება. კი, და ბევრი შრომა დაჭირდება. რაღაც სიტყვები იქნება შეცვლილი. და ურთიერთობების თემაზეა მესამე. აჰა. მეუღლეს უთხარი რომ მინდა ცოტა სივრცე. ახლობს ხორო ფაივანზე. ძალიან კარგია. შეიძლება სადღაც მიხოში და მაროშიც ვიპოვნოთ, მიხო და მაროს მიმდინარეობაშიც ეგ მაოჯო გადიო ბალკონზე, აივანზეო და დიკიკავ ბალკონზეო იქანო. მე ბოლოს შეგინება უნდა დაუმატო. სივრცე თუ გინდა გადი აივანზე. ძალიან მაგარი ფენომენია თუ დააგვირდები ქართულ ფოლკლორში, ანეკდოტში თუ ბოლოს იგინები უფრო სასაცილო, თუ არ იგინები რაღაც ჩვეულებრივი თხზულება. ბოლოს უნდა თქვა მაგის დედა მაგისო, აერა. ესეც სადაბავია და ხო, მოკლედ ეგრე უთქვა ცოლს რომ სივრცე მჭირდებაო და კარგია, კარგი ცოლი ყოლია რომ აივანზე იპოვნა თავისი სივრცე და სადღაც ტყეში არ გაუშვა მისმა ცოლმა ასეთი იუმორის მქონე. ხო და ახლა ამაში რა იგულისხმება ცოტა სივრცე არის აივანზე და მაგიტო გამიშვა ხო თუ სივრცე თუ გინდა წადიო. ჩემი სივრცე მინდა და იმან უთხრა ჰეი ქმარი იმისთვის არ გაუჩენია ღმერთს რომ თავისი სივრცე ჰქონდეს. აი ეს უპასუხა იმან გაიგე ღმერთმა ქმარი შექმნა იმისთვის რომ სივრცე მე გაგისაზღვროო ესე უთხრა ცოლმა და გაუშვა აივანზე აი შენი სივრცეო. კაცმა არის ის შეიძლება რა ვიცი დააბაკიდეც იქ. ეგენი უნდა ჩავეძიოთ, გავაშლევინოთ, მოდი ეგ თემები, მოდი გაათამა მე უთხარი რომ ეს ძალიან კაი იყო ბოლოს ცოლი და ქმრის და აქეთ მიაწექით ხო ისეთი კარგი იყო თქო არ გაინტერესებს. მე რა კარგი შენიშვნაა ჯაფარ, მოდი კიდე უფრო სასაცილოს დაგიწერ. მოკლედ, კარგი რამეა საჭირო რამეა, მაგრამ გინდა ვკითხო რატო გონია სასაცილო ეხა? მიდი ვკითხოთ, აი რატო გონია თქო ეგ სასაცილო რა? მიდი რა კითხე. აი ეს ხუმრობა რომ მომწერე თქო ამა და ამ ტიპზე, რატოა თქო სასაცილო რა? ძალიან მაინტერესებს.
ხო და მე კიდე ერთხელ გავამყარებ ჩემს აზრს რომ მე ვფიქრობ მაგ რაღაცეებში ვერ შეცვლის რა ასეთი ტიპის რაღაცაში როცა ადამიანი ანუ ის ხო რაზეა დაყრდნობილი ემოციაზე რაღაცაზე არ ზის რა ტიპი იმ დროს მისთვის მოპოვებული ინფორმაციაზე საერთოდ რა არის იუმორი რა არის ხუმრობა ამის მიხედვით ეძებს და ადამიანი რეალურად ფიქრობს და რეალურად ემოციიდან გამოდის ის კიდე გამოდის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტიდან მაქსიმუმ რომელიღაც პოპულარული ანეკდოტი ან წაგიკითხოს ან რაღაც ვიცი უთხრა რომ რომელიმე ხუმრობა რომელი იყო ყველაზე ძალიან სასაცილო ხუმრობა ალბათ ეგ გითხრას ან არ ვიცი ან მიუთითო რამე თვითონ ფაქტია რომ ხუმრობების დაწერაში ჯერ კარგი არ არის მადლობა ღმერთს ამაში მაინც არიან ადამიანები რომლებმაც დღეს ახლა ამაზე უკვე ბევრი ხუმრობს რა მათი შესაძლებლობები პირდაპირ ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს რა და ხშირად ისინი იბრალებენ ხოლმე რომ ეს მათი ამბავია აი იუმორისტი ვერ დაიბრალებს რომ აი მივაგენი მოიცა ჩემი დაწერილი ხუმრობაა რა ვერ დაიბრალებს ვერაფრით ეგრევე მიხვდებიან რომ ხელოვნური ინტელექტია აქ საქმეში გარეული ვაუ მე მგონია რომ ChatGPT-ს ბევრად უფრო კარგი საქმეების კეთება შეუძლია ბევრად უფრო მეტი სარგებლობის მოტანა და კარგი ხუმრობების მოფიქრებაზე ნუ გავზარმაცდებით ადამიანები კარგი ტექსტის დაწერაზე ნუ გავზარმაცდებით ადამიანები უამრავ საქმეს გიკეთებს ისედაც და მოკლედ შემოქმედებითობას მოდი ნუ დავკარგავთ ჩემი აზრი ეგ არის ადამიანს რაც აქვს უნარი რომ იყოს შემოქმედებითი შექმნას რაღაცა მოიფიქროს რაღაცა ამას თლად ნუ მიან ისედაც ბევრი რამის შექმნა შეუძლია უკვე ხელოვნურ ინტელექტს და რაღაცებს თლად იმის იმედზე ნუ ვიქნებით ისიც გამოვიყენოთ მაგრამ აი პასუხობს რაღაცებს წერს რატო ფიქრობ რომ ეს ხუმრობა საცილო არის თქო მეუღლეს უთხარი რომ მინდა ცოტა სივრცე ახლა აივანზე ვცხოვრობ აქვე ის იმიტომ საცილო რომ გამოვიყენე ორი ხერხიო იუმორის კონტრასტიო და misdirection არის მიმართულების შეცვლა კი არა და არევა ეცა ინგლისურად კითხულობ და უყურე მე გეტყვი ახლა შენ რა შეგიძლიათ ამ დროს ან სხვა იუმორისტებს კიდე მაგალითად შენ დროს რო იყო ხუმრობებს წერდით მე ერთმანეთს უკითხავდით რომ დაგვეტყუნებინა ერთმანეთს რომ ეს კარგი ხუმრობაა ეს შენ შეიძლება არ გაგიცინა მაგრამ კარგია აქ შეგიძლია გამოიყენო უკვე ეს ტერმინი რო ეუბნები ამ ხუმრობას და არის რატო არ გეცინა ვერ ხვდები mission direction-ია შეშე და ის ვაუ ეს არის რა ჩვენ გვჭირდება ახლა ესე იგი ო და არავინ არ იცინის ეგ არის ესე იგი საცილო ყოფილა შეგიძლია ეგრე ჩასვა რა რა გინდა მოგვაქვს პასუხი რომ ეს გავაერთიანო გავდივარ ბოლოში და გადმოვთარგმნე იმიტომაც არის იუმორი მეგობრებო რომ ეს არ უნდა ჭირდებოდეს იუმორს არ უნდა ჭირდებოდეს მაგდენი ახსნა აიო უყურეო ესე რო უთხოვ რომ ცოტა სივრცე მჭირდებაო ცოლმაო გაიგო პირდაპირო ცოტა სივრცეო და დაივაზე ბალკონზეო და თანო მესამე კიდეო მიზეზი რატომაც საცილო წარმოიდგინე ხა ქმარი ბალკონზე დასვა ეს წარმოიდგინეო აუ მართლა და მეოთხე მიზეზიო არისო კულტურად ქართველების საცილო იქნებაო იქაურ ოჯახურ ურთიერთობებშიო ქალის და კაცის ეს არისო ძალიან კაი ბალანსიო მარისა და ცოლის ამბავი ზუსტად გამოდის შენ არის ჩვენი თავის მიზეზები აქვს რა აქ რაღაც ჩვენი ჟანრი უნდა კიდე ის ცალკე სიდედრი და რა ქვია ძალის ხო ცალკე ეს ქართული ანეკდოტებში ცალკე ხუმრობები იყოს ო მე მგონი ჩვენ მივხვდით რომ რამდენი მიზეზი ქონია სადაც მე ჩვენა ვართ მიუხედრელები რა არა მოკლედ მოდი ხელოვნური ინტელექტის ხუმრობასთან მიმართებაში მაგაზე შევჯერდეთ რომ ისეც ნუ გავზარმაცდებით რომ ხელოვნური ინტელექტს ვაწერინოთ ხუმრობები მე მგონი არა აი მუსიკოსები მაგალითად ადამიანები რომლებიც გენიოსი ხალხი ვინც მუსიკას ქმნიან რა ძალიან ბევრი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს შეიძლება ბევრ რაღაცაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ერთს არ გაუჩნდება სურვილი, რომ მაგალითად საღამოს ძილის წინ ტექსტი დაუწეროს უთხრას ხელოვნურ ინტელექტს, რომ დილით დამახვედრე კომპოზიცია აი ამას ასე შექმნილი რა, ეს შეიძლება ინტერესისთვის გააკეთოს, თორე მე მგონი არც ერთ შემოქმედს არ გაუხერდება, რომ მის რისთაც ის სიამოვნებას იღებს რაღაცას რო ქმნის, ეს ხუმრობა იქნება, სიმღერა იქნება თუ რაღაცის შექმნა იქნება, მის ნაცვლად პირობითად გააკეთოს ხელოვნურმა ინტელექტმა. რაღაც საქმეს, რაღაც რუტინულს, რაღაც ისეც დიდი სიამოვნებით დავიხმარ და გამოვიყენებდი, მაგრამ რაღაცის შექმნაში მაგასაც ნუ დავკარგავთ ახლა მაგის იმას, რომ აი რა საჭიროა რამის შექმნაზე ფიქრი, როდესაც ხელოვნურ ინტელექტს ხხოვ და შექმნის რა. მე გავხდებით მე მგონი რაღაცნაირი ცოტა ხო ალბათ უბრალოდ უნდა გამოიყენო ანუ შენ ის სათქმელიც გინდა ის სათქმელი შენ მოიფიქრო შეიძლება დაიხმარო რაღაცაში მაგრამ ნუ არ ვიცი აქ რამდენად შეიძლება გამოგვადგეს არ ვიცი აი შენი ხუმრობაც რო უთხრა და ეხლა ეს არ ვიცი მაქსიმუმ სასვენი ნიშნები დამისვიო თუ ეტყვით რომ ეხლა ეს ხუმრობა გადამი ბრიტანული ან რაღაც არ ვიცი რამდენად სანდო იქნება ეგ ასე რომ თუ ვინმე ხუმრობა აქვს მოსაფიქრებელი და ხუმრობა ჭირდება იუმორისტებს მოგმართოს და ისაც ხელოვნური ინტელექტი ხო არა და ამ დროს რაღაცა ძალიან უცნაური რეალობის შექმნა შეუულია ხანდახან ისეთ ვიდეოს გააკეთებს ხოლმე რომ გუშინ ნახე UFC-ს უყურებ ხოლმე კი პრეს კონფერენციებს თუ უყურებ ხოლმე რომ ხედავ და ერთმანეთს რეჩხუბებიან მან ძის ბრუსლი
ვითომ UFC-ს შემდეგ ივენტზე უნდა გამოვიდეს და იძახის რომ მე ყველას ვწევ და ყველას ეშინია ჩემი და რაღაცებს იძახის. და ძალიან რეალისტურია. მაგრამ გაკეთებული. კი, მაგას აი, ახლა წარმოვიდგინე რომ ბრუსლი UFC-ზე გამოდიოდეს და აი, ვიდეოებს მათ თავისი რევოლუცია ქნეს, ეხო ხედავ ჩვენთანაც და დანარჩენ სოფლიოშიც ეპოქაა მაგის ხო. ხო, კაი, ბოლო შეკითხვა ტრადიციული. რა არის ცხოვრების აზრი? ცხოვრების აზრი. ბედნიერება ალბათ პირველი რაც თავში აზრად მომივიდა. არა, ბედნიერება. არ მოვიწყინე პირიქით, სასიამოვნოდ გავჩერდი ცოტა ხანს. ცხოვრების აზრი არის ის რომ ადამიანმა ერთი ცალი რაც ცხოვრებას ეძახით თქვენ, ჩემო ჯაფარ და ამ სამყაროსთვის და დედამიწისთვის ამდენი ხანი როა რო ბრუნავს, აი ესეც რო არ არის ის ერთი ცალი იქ მე მგონია რომ აზრიც და მთავარი არის რომ ადამიანი იყოს ბედნიერი. თავად აუცილებელი პირობაა იყოს ბედნიერი, თუ თავად არ იქნება ბედნიერი, სხვებს ვერ გააბედნიერებს, ასე მგონია მე. და მე დანარჩენი არსი ეგ არის რომ ჩემთვის რომ ბედნიერი იყოს და აზრიც მე კიდე ის არის რომ ეს სხვების გააბედნიეროს. ამას დანარჩენს როგორ ითაკეთებს, სხვა საქმე არის. ჩემი ცხოვრების აზრი ეგ არის. ვიღაცები 1000 რაღაცაზე ფიქრობენ. მაგრამ ჩემი აზრი ეგ არის ბედნიერი ვიყო რა. ბედნიერი რო ვიყო, ეგ რითაც განისაზღვრება ჩემი ბედნიერება, მე იმ ყველაფრისთვის კიდე ცალკე ამბებია იმისთვის რომ ბედნიერი ვიყო, უნდა ვიყო თავისუფალი, უნდა ვიყო ჯანმრთელი და ასე შემდეგ ბევრი რაღაც მოყვება ამას. ბედნიერი იყო, სადაც იპოვნის ადამიანი ბედნიერებას, ეს არის ჩემი აზრით თავარი ცხოვრების აზრი და სხვების გააბედნიერო. ჩემთვის ეგ არის. კარგი, უღრმესი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო და საინტერესო იყო შენი მოსმენა. მადლობა რომ დრო დაგვითმე და ჩვენთან იყავი. შენს მადლობა, დიდი საქმეების კეთებელი კაცი ხარ შენ. მარტო შენ პოდკასტზე კი არ გიწევს ზრუნვა. ბევრ რაღაცებს აკეთებ და კარგია, მშვენიერია და გიფასდება ძმაო. გიფასდება. აი ეს არის. კარგი, მადლობა. იმედია რომ რაღაც ქართულ იუმორს არ ჩამოშორდი დიდი ხნით. არ ჩამოშორდი დიდი ხნით, საერთოდ არ მიყვარს ხოლმე ეს წინასწარ რაღაცების თქმა და ბევრჯერ რამდენჯერმე რო ვიყავი სტუმრად სხვა მეგობრებთან, იქაც ყველა გეკითხება, როდესაც ვერ ხედავენ ადამიანები, სად გნახოთ, სად იქნები, რა საპირებ და რაღაც გეგმებს მაქვს და მართლაც ვაპირებ, მაგრამ როგორც წესი წინასწარ ვამბობ ხოლმე რაღაცებს, მე შეიძლება ისე არ გამოვიდეს და ასე შემდეგ, თუმცა აუცილებლად პირობას ვაძლევ ადამიანებს, რომ კიდევ გავაცინებ ძალიან ბევრს. ძალიან ცოტა ისეთი რაც შეიძლება უფრო მეტად ახლა შენ რო თქვი რომ დროსთან რაღაცა ხუმრობები რო შეიძლება მოძველებული იყოს და რაღაცა უფრო საინტერესო ახალი ხუმრობებით, ახალი ამბებით ძალიან კარგი. ხელოვნურ ინტელექტს არ დაიხმარ ისე. ხელოვნურ ინტელექტს სხვა რაღაცეებში დავიხმარ, რა ვიცი, რაღაცებს დავათვლევინებ, რაღაცებს ჩამოაწერინებ იმისთვის, რაშიც ერთ სამი მეგობრის დახმარება დამჭირდებოდა, ეს 2 წუთში გაგიკეთებს ყველაფერს. ერთი მეგობრისთვის რომ უნდა დაგერეკა რომ რაღაც ფინანსური რაღაცის დალაგებაში დახმარებოდა, მეორესთვის რომ დაგერეკა რაღაც სხვა მიმდინარეობაში, ამას ერთ სეტყვი და ამ ყველაფერს გაგიკეთებს, მაგრამ ხუმრობას ვერ დამიწერს. ხო. არ მინდა მაგის იმედი მქონდეს ხუმრობაზე. ჩემი მქონდეს მიჩემნი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ჩვენი ხარდამჭერი იყო სოკარი, გთხოვთ რომ არხი გამოიწეროთ, ვიდეო და ლაიქოთ, ერთ კვირაში შევხვდებით. მადლობა შენ კიდევ ერთხელ. შენს მადლობა.